მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8:30 და ტრადიციულად საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერშია გადაცემა გვპასუხობს მოძღვარი. მე მისი წამყვანი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონასტრის მღვდელმსახური მღვდელი გურამ გალუგლიშვილი გახლავართ. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2-30-15-15 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ოფიციალურ Facebook გვერდზე მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები, რომელზეც დღევანდელი ჩვენი სტუმარი გაგცემთ პასუხს და რომელიც გახლავთ ნაკულბაქევის წმინდა გიორგის დედათა მონასტრის მღვდელმსახური დეკანოზი შიო ბაკურია. მოგესალმებით მოგესიო. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. როგორ ბრძანდებით პირველ რიგში? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებელს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. გაიხარით, მამაო. სანამ Facebook-ი გააქტიურდება და ჩვენი მაყურებლები, ასე ვთქვათ, დაგვირეკავენ, მანამდე ესეთი კითხვა დაგვიტოვა ჩვენმა მაყურებელმა. ესე იგი, მარხვის პერიოდში თუ შეიძლება დაწინდვაო? დიახ, მოგესალმებათ წინდობა და ამის შემდეგ უფრო მეტი ქორწინება უკვე საეკლესიო საიდუმლო მნიშვნელოვანი ეკლესიისათვის წარმოადგენს საზეიმო განწყობას, ასე რომ თავს იკავებენ ხოლმე მორწმუნეები. ეკლესია გვიჩვენს, რომ მარხვის დროს წინდობისგან შევიკავოთ თავი. თავისთავად წინდობაც საზეიმო განწყობას უკავშირდება, ოჯახების შეხვედრას, ასე რომ როცა ეს კითხვით მოდის ჩვენი მრევლის წერი, ვურჩევთ, რომ მაინც ეს ყოველივე ჩაატარონ არასამარხო დღეებში. კეთილი. მარიამი გვწერს, რა წესები უნდა დაიცვას ადამიანმა წმინდა წერილის კითხვის დროსო? თუ არსებობს რაიმე უნდა გამოუჩვენოთ დიდი ყურადღება. წმინდა წერილი ეს არის წიგნი, რომელიც ჩვენი ცხოვრების სახელმძღვანელო არის. აქ ჩვენ უამრავ რამეს ვნახავთ. შევახსენებთ მარიამს, რომ წმინდა წერილი ბიბლია, ეს არის წიგნთა კრებული, შედგება ძველი და ახალი აღთქმისგან და აქ არის გადმოცემული მთელი საღვთო ისტორია, მთელი ისტორია კაცობრიობის ხსნისა, ასე რომ ალბათ პირველ ყოვლისა დიდი ყურადღება და ინტერესი გვჭირდება, რომ ბიბლია წავიკითხოთ. კეთილი. ესეთი კითხვა არის, ესე იგი არსებობს თუ არა თარსი და ცუდი რიცხვებიო. ძალიან ბევრი სამწუხაროდ აქცევს მსგავს ციფრებს ყურადღებას და რაღაცა დამეთანხმებით, რომ საეკლესიო მოძღვრებაში მსგავს მითითებები არ არსებობს. ნებისმიერი ციფრი არის უბრალოდ ციფრი და აი მაგალითად არის ეკლესიაში კონკრეტული საკრალური რიცხვები არა, როგორც არის 12, როგორც არის 7, 8 მარადისობის სიმბოლო ან 40 და ასე შემდეგ, მაგრამ ამას სხვა დატვირთვა აქვს და კონკრეტული მნიშვნელობა აქვს საღვთო ისტორიისთვის, თუმცა ასე რომ რომელიმე ციფრს აი მის კონდეს თქვათ მნიშვნელობა უარყოფითია ნეგატიური, ასე ცხადია ასეთი სწავლება ეკლესიაში არ არსებობს. კეთილი მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხარ და ასვით კითხვა. ისაუბრეთ ეთერში ხარ. გაიხარეთ საღამოშიდობისა. თუ არის შესაძლებელი, მაგრამ ესეთი კითხვა მაქვს, რომ გარდაცვალების შემდეგ სულ სქესი შეუცვალოს უფალმა, მეტმა. ესეთი კითხვა მაქვს და ზოგადად საერთოდ როგორ გამოიყურება სული? რა თუ შეუცვალოსო ვერ გაქვს? სქესი. მადლობა კითხვისთვის. ცოტა უცნაური კითხვა კი იყო ესე. კი ბატონო, თუმცა ჩვენ ყველასაც უფლება კითხვა დასვას, საეკლესიო სწავლების მიხედვით, როგორც ბიბლია გვასწავლის, ღმერთმა ადამიანის შექმნა მამაკაცად და დედაკაცად. და ადამიანი შექმნილია განხრთობისთვის, მარადიული ცხოვრებისთვის, როგორც შესაქმნის გვირგვინი, არა? როცა ადამიანი გარდაიცვლება, მისი გარდაცვალება არის დროებითი გაყრა სულისა და სხეულისა, ვიდრე ქრისტეს მიმართ მოსვლამდე და მკვდართა აღდგომამდე. აი მეგობრებო, ეს მოძღვრება არის ღვთივგამოცხადებითი მოძღვრება წმინდა ეკლესიაში და რამდენად ჩვენ აქ გვაქვს მოცემული ცოდნა და რა არის ცოდნა? როცა უფალს ეკითხებიან, როდესაც მოხდება აღდგომა და მაგალითად ერთი ქალი მრავალი ქმარის ცოლი იყო. ვის იქნება ის აღდგომის შემდეგ? უფალი ამბობს, მკვდართა აღდგომის შემდეგ არ იქნება არც ქორწინება, არც გაქორწინება, არამედ როგორც ანგელოზნი ცაში ისე იქნებიან ადამიანები. აი ეს არის მოძღვრება. ამის შემდეგ რაღაც სიღრმეებს ჩახედა, რომ ადამიანს სქესი ესლება თუ არა, ამაზე ეკლესიაში მსჯელობა ცხადია არ არის. აი შევადაროთ ანგელოზი და ადამიანი. ვიცით რომ ანგელოზს როგორც ვიცით სქესი არ გააჩნია. ადამიანს აქვს სქესი. მკვდართა აღდგომის შემდგომ ვიცით რომ ადამიანები განაგრძობენ არსებობას ან ნეტარებაში, დაუსრულებაში ან ტანჯვაში, თუმცა აი ესე ფორმობრივად თქვა თუ მე თუ შეიძლება სქესიეს ვფიქრობთ რომ ამაზე საერთოდ არ აქვს მსჯელობა წინა წერილში.
კეთილი. და მეორე კითხვა იყო, სული როგორ გამოიყურებაო? არც ამაზე, შეიძლება ითქვას, რომ საეკლესიო იკონოგრაფიაში წმინდანები მათი გამოისახებიან არა სხვადასხვა ფორმით და თან საინტერესოა საეკლესიო ხაწერა კეთად ბიზანტიური ისე გამოსახავს ადამიანს რაღაც სხვანაირად, არაპროპორციულად და არა ისე თქვა როგორც არის ეს დასავლეთში რენესანსის ეპოქის მხატვრობაში არა რადგანაც ეკლესია უსვამს ხას რომ სულ სხვანაირი არის და თუ უფრო მარტივად ვიტყვით ასეთი სწავლმითება როგორი ფორმა აქვს ეკლესიაში არ ხვდება კეთილი მაყურებელია კვლავ მოვისმინოთ კითხვა გისმეთ ეთერში ხართ გაუნოქეთ მამებო იცოცხლეთ გაიხარეთ რა მაინტერესებს ისო იზაგი მამაჩემი სახლში მრავალი სავანი არისო რა არის სავანი და რა ნიშნავს მრავალი სახლი დიახ, მადლობა მკითხვისთვის. რა თქმა უნდა, უფალი ამბობს, რომ მისი მამის სახლში მრავალი სავანია. რაც ნიშნავს სავანე? სავანე ნიშნავს კონკრეტულ ადგილს, ჩვენს ენაზე რო ვთქვათ, სადაც დაივანებს ადამიანის მშვიდობასა და ნეტარებაში და იესოც ამისთვის მოვიდა, რომ ადამიანის ჩვენი პირველ მამის მიერ დაკარგული დასაბამიერი სამშობლო სამოთხე კვლავ დაგებრუნოს და ის აქციოს ჩვენთვის სასუფევლად, მარადისობის წიახად და ყველა ადამიანი ამ ნეტარებას მიიღებს თავის აზომისაებრ. საეკლესიო მამათა გამარტების მიხედვით ეს მრავალსავანეში გულისხმობა სხვადასხვა ნეტარებითი მდგომარეობა. მოგესალმებათ, რომ ყველა ადამიანს ერთნაირი მდგომარეობა არ აქვს, ერთნაირი ღვაწლი არ აქვს და როგორც ეკლესია გვასწავლის, ყველა ადამიანი, რომელსაც ღვთისმსახურებას აღასრულებს და ღვაწლშია, რათა მან მიიღოს ღმერთთან ერთობა და მარადიული ცხოვრება, ყველას თავისი საზომის მიხედვით მიეცემა. ამაში გულისხმება ეს მრავალი სავანე. კეთილი მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. საღამოშვიდობისა გაიხარეთ. შეკითხვა მაქვს შეიძლება. ბატონო. გავიმართოთ თუ შეიძლება, რას ნიშნავს მიხსენ მეს სისხლთაგან ღმერთო. ეს საგუნდან არის და მეორე აი საბრალოებში, როდესაც მოიხსენიოთ მეთვალებული ღმერთი, რამდენად შეეპიროს ამას. და კიდევ ერთი თუ შეიძლება თვალწები 2008 წელს აღმოაჩინეს იუდას სახარება და იქნება ერთი-ორი სიტყვით ამის შესახებ. კეთილი მადლობთ. კეთილი. დავიწყოთ ბოლო კითხვიდან. დიახ, არა მარტო იუდას სახარება, შემორჩენილია ასევე სხვადასხვა სახარებები, თომას სახარება, მარია მაგდალინელის სახარება, პეტრეს სახარება და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მას შემდეგ რაც უფალი ამაღლდა და მოციქულებმა წმინდა ეკლესია დაარსეს, მათ მიერ დაარსებულ ეკლესიებს წერილები გაუგზავნეს. ისინი წერდნენ მაცხოვრის შესახებ. აი მაგალითად იოანე מחარებლის კათოლიკე ეპისტოლე როგორ იწყება, ის იმ უფალს გვახარებს, ვინც მათ თვალებს უხილავს, მათ ხელები ეხებოდა, ვისთანაც ჭამდნენ და სვამდნენ. ანუ მოციქულებმა დაამოწმეს იესო ქრისტეზე. და ნელ-ნელა ეს წერილები, რა თქმა უნდა, ვრცელდებოდა მოწმეების ხელში. პირველი 3 საუკუნის განმავლობაში დევნილია ეკლესია მოგესალმებათ, მოწმეები დევნასა და არიან და მათი მსახურება დამავლად აღესრულება, მაგრამ უკვე მე-4 საუკუნეში მას შემდეგ რაც იმპერიამ შემოირიგა ვთქვათ ეკლესია და მის დევნა შეწყვიტა, ქრისტიანები იწყებენ მათ ხელთ არსებულ წერილთა შემოკრებას. უკვე ცნობილია, რომ არსებობს მეორე საუკუნის კოდექსი იმ წიგნებისა, რომლებიც გამოიყენებოდა ეკლესიაში. ორი კოდექსი არსებობს შემორჩენილი, უძველესი კოდექსები, პეშიტო და მორატორის კანონი. აქ არის აღწერილი თუ რა წიგნები გამოიყენებოდა პირველ ქრისტიანთა ეკლესიებში. ცნობილი ალექსანდრიული ღვთისმეტყველი ორიგენე ერთ-ერთია, რომელმაც დაიწყო შემოკრება მის ხელთ არსებული ბიბლიური ტექსტებისა, რათა ეს ყოველივე, ესე იგი, ყოფილიყო გასწორებული და შედარებული. ბევრი რამ გავაგრძელოთ. უკვე მე-4 საუკუნეში ლაოდიკიის ადგილობრივი კრების 27 კანონში საეკლესიო სავსებამ განაჩინა, რომ აი დღეს ჩვენ ხელთ არსებული ახალი აღთქმის 27 წიგნი, 4 სახარება, საქმეწინათა მოციქულთა, პეტრე მოციქულის, იოანე מחარებლის
იაკობ და იუდას კათოლიკე ეპისტოლეები, პავლე მოციქულის 14 ეპისტოლე, შემდეგ უკვე უფრო მოგვიანებით კიდევ შეიტანეს კოდექსში გამოცხადება იოანეს გამოცხადება, აი ეს წიგნები არის ნამდვილი, ჭეშმარიტი და ღვთივგაბზნობილი და მათი ავტორების ნამდვილად დადასტურებულია. ხოლო დანარჩენი მათ გარდა სხვა არის ნატყუარი, ნაყალბები, ჩვენ ვიცით რომ ეპოქაში ქრისტიანობას ერთგვარად ეპაექრებოდა გნოსტიკური რელიგიები. გნოსტიციზმი. და იწერებოდა ასევე სხვა ტიპის სახარებები. აი ამ კონტექსტში მეგობრებო, ეკლესია გვმოძღვრავს რომ რაც ჩვენ გვაქვს დღეს ახალი აღთქმის წიგნთა კრებული, ეს არის ჭეშმარიტი, რადგანაც ამაზე უკვე ნამსჯელი აქვს წმინდა მამებს და ეს უკვე ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში საბოლოოდ სახით ხო ჩამოყალიბებული, ასე რომ ეს წიგნები მიღებული ეკლესიისთვის. დანარჩენი უკვე შეიძლება კიდევ რამე ტექსტი აღმოჩნდეს. ცხადია, ეკლესია მას იმჩნევს, შედარდება ის ამ წიგნს და ამის მიხედვით დაგინდება ის ნამდვილია თუ და რაც შეეხება იუდას სახარებას, ეს ცნობილი ტექსტია, თუმცა ის ეკლესიის მიერ არ არის გაზიარებული როგორც საეკლესიო წიგნი. კიდევ იყო კითხვა. კიდე იყო, აი, ესე იგი სუფრასთან, როდესაც მიცვალებულებს ზოგადად ქრისტიანებისთვის სუფრა იწოდება როგორც აღაპი, ანუ სიყვარულის შეხვედრა. აღაპი ნიშნავს სიყვარულს, მოგესალმებათ არა, ბერძნულ ენაზე. სუფრის დროს და სუფრა ერთგვარი გაგრძელება ლოცვისა. სადაც საუბარი არის ზომიერ მოზომილ ნადიმზე, ასე ვთქვათ, და ეს ტრაპეზობა, ნადიმობა შეიძლება იყოს ვთქვათ რაღაცა საზეიმოც, პირიქით სევდიანიც და ამ დროს დალოცვა და ლოცვა, რატომაც არა, შეიძლება რომ ეს იყოს მისულობ ერთამდე, ჩვენ ხომ ამ დროს ერთად ვართ, ერთობაში ვართ. მეცაც ვიტყვით როდესაც ეკლესიაში სრულდება საღვთო ლიტურგია, უმეტეს სამრევლოებში, არა μόνο საქართველოში, მოწმენები ერთად იკრიბებიან ხოლმე რამდენიმე რაღაცა წუთთან საათით, რაღაც მიედგნენ ერთად და 2-3 ჭიქით ლოცავენ ყველას, მათ შორის ცოცხლებს თუ მიცვალებულს, ასე რომ რატომაც არა თუ ადამიანს სრული აქვს რომ წარმოთქვა სადაძერო და ადამიანი მოიხსენიოს, ჩვენ ვიცი არა რომ მას ღმერთიც მოусმენს. კეთილი და პირველი კითხვა იყო მიხსენმე სისხლთაგან ღმერთო რას ნიშნავს? ეს სიტყვები ეს სიტყვები არის 50 ფსალმუნი, მოგეხსენებათ 50 ფსალმუნი დავით მეფსალმუნემ დაწერა მას შემდეგ რაც ის მხილებული იქნა მძიმე ცოდვაში, მრუშობის და მკვლელობის ცოდვაში, მთელი ეს ტექსტი შეიძლება თქვას გაჟღენთელი არის სინანულით და ამ შემთხვევაში შესაძლებელია თუ აი მთლიან კონტექსტში მას გავიაზრებთ ის თხოვს ღმერთს შეწყალებას და შეიძლება ის სისხლი უკავშირდება თქმა უნდა სისხლის დაღვრა, სიკვდილს. შეიძლება ამ კონტექსტში გავიგოთ ეს რომ ის თხოვს ღმერთს რომ მისი სიცოცხლე აკურთხოს და შეიწყალოს და აპატიოს თავისი მძიმე ცოდვა, რომელიც მან ჩაედინა. ადამიანი მოაკლევინა და შეიძლება მის ცოლზე იქორწინა. კეთილი. მაყურებელია კვლავ. გისმენთ ეთერში ხარ დასვით კითხვა. შვიდობით მამებო. გაიხარეთ, ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ. შეიძლება ასეთი კითხვა მაქვს. გადამეცალა ახლობელი და კითხულობ მისი ფსალმუნებს. და როდის აი აღდგომის წინაპირაში ან ნებიშვიდეულში უნდა შეწყდეს თუ არა მიცვალებულისთვის ფსალმუნების კითხვა და როგორ მოვიქცეთ რომ წყვეტა არ მინდა რომ მოხდეს ფსალმუნების 40 არ გასულა ჯერ. უპირველეს ყოვლისა გაბატონო გისამძიმრებთ უახლოესი ადამიანის გარდაცვალება განსაკუთრებით კრინეულია ჩვენთვის. როცა ადამიანი შეიტყობს სხვა უცხო ადამიანის მიცვალებას სევდიანია, მაგრამ როცა უახლოესი ადამიანი გტოვებს ჩვენ, ამ დროს, ამ დღეებში თითქოს მთელი ადამიანური ბუნება ჩამოირღვევა ხოლმე ჩვენთვის და მოგვიცავს ძალიან დიდი ტკივილი. ჩვენ მღვდლები ამ ტკივილის მოსწრები ვართ ხშირად და გვიწევს გაზიარება ამ ტკივილებისა, ძალიან სამწუხაროა ეს, თუმცა გვაქვს მოწოდება რომ ადამიანები ავავსოთ იმედით იმისა რომ ადამიანი მაინც აღწერებს სიცოცხლეს ჩვენ მათთან შეხვედრა ისე მოგველის. რაც შეეხება ფსალმუნების კითხვას ეს კარგი ტრადიციაა ფსალმუნების კითხვის დროს ჩვენ ერთგვარად ვინ უგეშებთ ჩვენ თავსაც ფსალმუნები წარმოადგენენ ბიბლიურ ლექსებს, ჰიმნებს, სადაც მთელი საღვთო ისტორია გადმოცემული შესანიშნავად და მათი კითხვა ერთხელ ჩვენ განუგეშებს, მეორე მხრივ მიცვალებული სულ შეეწევა. გიჩვენებთ რომ მიმართოთ თქვენ სულიერ მოძღვარს და მასთან შეთანხმოთ ეს როგორც პირადი კანონი ისე. ზოგადად კი ნებიშვიდეულში წდება ხოლმე
კითხვა ფსალმუნებისა, ძირითადი აქცენტები უფრო გაატანილი არის სახარების კითხვაზე, მთელი 4 თავი თავიდან ბოლომდე გაიაზრება და თუ მაგალითად მაინც რაღაცა გინდათ რომ არ შეწყვიტოთ, მიმართეთ თქვენ სულიერ მოძღვარს და ეს საკითხი ჯობისია მასთან გაიაროთ. კეთილი. მაყურებელია ისევ. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. აღარ მშვიდობას. ღმერთმა მადლობა მოგზაურობისთვის და ასეთი შეკითხვა მაქვს. აი დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად იგრძნობა ეს და მე გამოჩნდა ეს შეკითხვა შური და ბოროტების შესახებ და ჩვენ ვიცით რომ ეს დღეს არ დაბადებულა არც შური და არც ბოროტება ჩვენ ბიბლიური სწავლებიდან ვიცით კაინი და აბელის მაგალითი და აშურმა და ბოროტებამ მის კვლელად აქცია ვიცით ედემის ბაღში მასწავლებელი გველის სახით და ბოროტების სახით და ასე შემდეგ აღარ ჩამოვთვლა აღარაფერს ვამბობ დღევანდელ დღეზე თუ მით უმეტეს ჩამწუხაროდ გადავხედავთ ამ სოციალურ ქსელებს და აი განსაკუთრებულად გულსატკენია ჩემთვის მე ახალგაზრდოვანი ადამიანი ვარ და ახალგაზრდებს შორის ძალიან დიდი აი ესეთი ბრაზით და აღარ მინდა რომ გავიმეორო და აი მე მაინტერესებს ეს რა არის მამაო ну თუ ეს ღვთისგან დაშვება და როგორ ხდება ეს და თუ მაინც და მაინც ღვთისგან დაშვებულია თუ უკავშირდება ეს მეორედ მოსვლას მადლობთ კითხვისთვის. დიახ, სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანურ ყოფას, ადამიანურ ურთიერთობებს ესეც ახლავს. დღეს შური არც თუ ისე შესაშური. რა თქმა უნდა. დღეს დიდი გულისკივლით უნდა აღნიშნოთ, რომ რაღაცნაირად ჯერ კიდევ გვიჭირს რაღაცა გაერთიანება მთელ ერს, თვითონ საზოგადოებაში რაღაცნაირი გახლეჩილობა, გაყოფილობა. ეს ძალიან სამწუხარო არის. ჩვენ საშუალო პირები ვართ და ეკლესიის მოწოდება ყოველთვის არის ადამიანებს შორის სიყვარული იქადაგოს. აი იქადაგოს ის საერთო ღირებულებები, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან შემოკრიბავს. რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ქრისტე როგორც განკაცებული ღმერთი, ქრისტე როგორც მაცხოვარი, ჩვენი მეგობარი, ჩვენი ტკივილების გამომხსნელი. ღმერთის და მოყვასის სიყვარული. რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას. თავისთავად ცხადია წინაწერში წერია, რომ უკანასკნელ ჟამს, ანუ სწორედ აი ბოლო ჟამს ეს ყველაფერი გამძაფრდება. თუმცა აი ეს რაც დღეს ხდება, რა თქმა უნდა, ასე ვერ ვიტყვით, რომ აი ეს რაღაცა ეთქვარი აუცილებელი წინაპირობაა მეორედ მოსვლისა, თუმცა ძალიან სიყვარულობა გამძაფრდება, ხო, მაგას გულისხმობ. დიახ, რა თქმა უნდა. აქვე უნდა აღნიშნოთ აი ამ საკითხთან დაკავშირებით ხშირად აქვთ ხოლმე კითხვა, რომ აი დღეს რა ფონიც არის ეს ხომ არ არის წინაპირობა მეორედ მოსვლისა. ზოგადად რა თქმა უნდა, კი, თუმცა ჩვენ სახარება ნათლად გვეუბნება. როდესაც საბოლოოდ დაივიწყებს კაცობრიობა ღმერთს მაშინ მოუფალი მეორედ. უფალი მომსახარებაში. იპოვის კი კაცის ძე წმენა სოციალიზმ მოვა. და ასევე მისი მოსვლა იქნება მოულოდნელი. აი ეს ყველაფერი კი რაც არის სამწუხაროდ ყველა ეპოქაში ხდებოდა ასე, ახასიათებდა ყველა ეპოქას აი ეს რაღაცა ადამიანებს შორის დიდი დაძაბულობა. დღეს ზოგადად სოფლიოს ომარში ხოთ ჩვენ ქვეყანაში არის ეს დაძაბულობა, ეს აი რაღაცა გახლეჩილობა საზოგადოების, რაც იგრძნობა რა თქმა უნდა ყველგან იგრძნობა ეს და აი ჩვენ ვცდილობთ საშუალო პირები ვცდილობთ რომ აი ჩვენ სამრევლოებში ანუ სადაც ჩვენ მიგვიწევდება ხელი ვიქადაგოთ ყოველთვის დიდსულოვნება, პატიება, სიყვარული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს. დამეთანხმებით სამრევლოში არის სხვადასხვა გემოვნები, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედვის ადამიანი, მაგრამ იქ ჩვენ ყველანი ვართ უფლის გარშემო გაერთიანებულები. იქ ყველა მიწიერი საკითხი დავიწყებულია, იქ ქრისტე არის, რადგანაც ეკლესიაში სიარული და ეკლესიურობა და მათ შორის წირვაზე ყოფნა, ეს არის ურთიერთობა მარადიულობასთან და მარადიულობის შუქზე ცხადია ყოველგვარი მიწიერი დავა გაუფერულებული. ამიტომაც ჩვენ მორწმუნე ადამიანები უნდა ვიყოთ მარილი ამასოფლისა, იმ კონტექსტში რომ ჩვენ სადაც არ უნდა ვიყოთ ყველგან მივიტანოთ ჩვენი საქციელით, ჩვენი დამოკიდებულებით მშვიდობა, სიყვარული და შერიგების სურვილი, დიდწონება და პატიება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. უფალი გვეუბნება თქვენ ხართ მარილი ამასოფლისა და ქრისტეს სიტყვა ვიქადაგოთ, სახარება ვიქადაგოთ. თვითონ ჩვენ უნდა ვიყოთ ეკლესიის უფალი, თითოეულ ჩვენგანს. მარილი ამასოფლისა. დიახ. კეთილი. Facebook კითხვებზე გადავიდეთ, მამაშიო. ხო, ესეთი კითხვა იყო, რომ
აი რაღაცა თარსი და ცუდი რიცხვები იყო და რაღაცა ეს თემა ეტყობა აინტერესებს ჩვენს მაყურებლებს და გვეკითხებიან ესე იგი 666-ო რატომ არისო სატანის რიცხვიო? დიახ. ესე იგი ეს ბიბლიური ციფრიც არის და მოხსენებულია როგორც ხეცის ნიშანი გამოცხადების წიგნში. ამას თავისი ახსნა აქვს. არ მინდა სიღრმეებში შევიდე თუ კონკრეტულ კონტექსტში შეხვდება მაგალითად 666 რამე ნომერი იქნება ან რაიმე გვერდი იქნება ეს არაფერს ანიშნავს მეგობრებო, ეს ჩვეულებრივი ციფრი. ეს ჩვეულებრივი ციფრი. თუმცა იქ გამოცხადების წიგნში მას ეწოდება ხეცის ნიშანი და ამას თავისი ახსნა აქვს მარტივად რომ თქვათ იგივე აი ეს თემა მარჯვენა ხელს და შუბლზე საეკლესიო გამარტების მიხედვით როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ ჩვენ რომ აი მაგალითად დავიმარხოთ უფლის სიტყვები შუბლსა და მარჯვენა ხელზე შუბლში უგულისხმება ყოველთვის ცნობიერება უნდა კონდეს სულიერი საღვთო ცნობიერება ან ადამიანს რომელიც პირიქით შორს აქვთ ისგან და თავისი საქმეებით ემსახურება დემონურ ძალებს ის მაშინ ესე იგი პირიქით ამ ატარებს აი ამ ხეცურ ნიშანს თავის ცნობიერებით რაც შეეხება მარჯვენა ხელს საქმეები გულისხმება ჩვენი ცნობიერება და საქმეები ქმედება უნდა შესაძლებლობდეს ღვთიურ ცხოვრებას აი ამ პირიქით ნეგატიურ კონტექსტში მოხსნებული გამოცხადების წიგნში რომ ის ვინც მიიღებს ხეცის ნიშანს ანუ ესე იგი ის ვინც ცნობიერებით და საქმეებით იქნება ეშმაკის მსახური ისა თქმა უნდა იქნება შორს აღმოჩნდება შორს ღვთისგან ამ ეტაპზე ამით შემოვიფარგლოთ. კეთილი, აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია თქვენი პასუხი. ესე იგი, ხო, ესეთი კითხვა. შესაძლებელია თუ არა რაიმე საგანზე გადავიდეს უარყოფითი ენერგია ხელით შეხებისასო. აი ნახეთ, ენერგიებს რომ თავი დავანებოთ ზოგადად საეკლესიო კონტექსტში ვისაუბროთ ამ შემთხვევაში. ჩვენ პატივს მივაგებთ წმინდანების დანატოვარ ნივთებს. აი მაგალითად, რომელიმე წმინდანის, თქვათ, შესამოსლის ნაწილს, წმინდა ნაწილებს. რატომ? რადგან პიროვნება ვიცით, რომ წმინდანია, ანუ არის ღმერთთან, ანუ განხრთობილია, მას რაც აქ დარჩა, ყველაფერი მათ მოსილია რა. საქართველოს ეკლესიის სულიერ ცენტრში, სვეტიცხოველში არის დამარხული დაფლული წყაროების მიხედვით მაცხოვრის კვარტი, რომელსაც გამოჩენილი სიწმინდე ჩვენ მას ცხადია პატივს მივაგებთ. აი ასე შეიძლება შეხოთ ამ საკითხს. ამიტომაც რაიმე ნივთი საკრალურდება მაშინ როცა ის ეხება სიწმინდეს. აი მაგალითად ჩვენ რაღაცნაირად კრძალვით ვეპყრობით საეკლესიო ჭურჭელს არა მაგალითად საეკლესიო კანონმდებლობის მიხედვით თუ რომელიმე ნივთი გახდა საეკლესიო ჭურჭელი თქვათ ნათლობის ემბაზე მისი გამოყენება აღარ შეიძლება მე უკვე საერო ყოფაცხოვრების საქმეებში ან მაგალითად წმინდა ბარძიმი ის მხოლოდ გამოიყენება ევქარისტიისთვის სიარებისთვის და არ შეიძლება მისი სხვა თავისუფლად გამოყენება ამ კონტექსტში ის ჩვენთვის წმინდა ნივთი არის ხო აი ასე შეიძლება ამ კითხვას ვუპასუხოთ კეთილი, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. სუიციდური აზრების მქონე ადამიანისთვის, როდესაც ლოცულობო, ბოროტი მართლა გადმოდისო შენზეო? არისო ესეთი ნათქვამი, ასე ვთქვათ, რომ როდესაც ესეთი ადამიანისთვის ლოცულობ, რომელიც მძიმე სულიერ მდგომარეობაშია, შემდგომ ეს შენზე გადმოდის და გამძიმებს და მოქმედებს უარყოფითად შენზე და რამდენად მართალია ეს აინტერესებს ჩვენს მაყურებელს. საეკლესიო სწავლების მიხედვით მორწმუნე ადამიანს იცავს საღვთო მადლი. ანუ მორწმუნე ადამიანში გულისხმობ პიროვნებას, რომელიც არის წმინდა ეკლესიის წიაღში, ამბობს აღსარებას, ეზიარება, ჩართულია სულიერი ცხოვრების ფერხულში, ასე შეიძლება ითქვას. ეს ადამიანი დაცულია მაშინ ღვთისგან. ნახეთ სახარებაში უფალი გვეუბნება, რომ მის მორწმუნეებს არაფერი არ დაემართება, თუ ისინი იქნებიან რწმენით. და იქ როგორი შემართებით არის ნათქვამი ჩვენს იმათ, რომ თუ ექნება მინდობა ღმერთზე, როგორ დაგვიცავ ჩვენ ღმერთი. ამიტომ თუ ადამიანი ილოცებს ხვისთვის და თავად იქნება ეკლესიის წიაღში, მას ცხადია ეშმაკი რაფერს დააკლებს და ბოლოს უფალი გვეუბნება სახარებაში, რომ ეს ნათესავი, ანუ ეშმაკი არაფრით მოგშვერდება თუ არა ლოცვით და მარხვით. ასე რომ ლოცვა და მარხვა უმთავრესი იარაღია, რაც შეეხება სუიციდურ აზრებს, მნიშვნელოვანი
ის რომ თუ ჩვენ იგივე არიან ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, მიდრეკილები აქვს მელანქოლიისკენ, რაღაც ფობიები აქვთ ან რაღაცა უიმედობა აქვთ, ხო ჩვენ უნდა მათ გვერდით ვიყოთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ისინი აქედან ამოიყვანოთ. ადამიანს ეშმაკი სხვადასხვა ფორმით, ხრიკით ებრძვის და მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანი მეგობროს ღმერთთან, მიმართოს ღმერთს და მას უფალი ყოველთვის უპასუხებს თავის ლოცვებზე, ასე რომ გავაგრძელოთ ლოცვა და არაფერ მას შეგვაშინოს და ვილოცოთ არა მხოლოდ მისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც. კეთილი. შესაძლებელია თუ არა სარკეში უარყოფითი ენერგია შევიდესო, როდესაც ცუდი განწყობით ვიყურებით მასშიო ან ტირილის დროსო. დიახ. ამ შემთხვევაში ეს ცოტა აი ეს კითხვა რაღაც დონეზე შეიცავს მაგის ელემენტებს, ხოლო ეკლესიაში ეს ელემენტები არ არის. ასე რომ ამ თემაზე საერთოდ არ არის ეკლესიის პასუხი. ნამსჯელებიც კი, იმიტომ რომ ეკლესიური მსახურება, მეგობრებო, თავის თავში მაგის ელემენტებს არ შეიცავს. მარტივად რომ გავნიშნოთ, რა არის მაგია და რა არის საეკლესიო რიტუალი. ცხადია, ეკლესიაში სრულდება რიტუალები, ისო ჩვენ ვისახავთ პიჯვარს. ეს რიტუალია ბიჩოქებით. ვაკეთებთ მეტანიებს, რიტუალია და ასე შემდეგ. ეკლესიური ცხოვრება და ლიტურგიული მსახურება სავსეა რიტუალებით. მაგრამ ეს არ არის მაგია. მაგია მარტივად ცოტა ესე გლეხურად თქვა, შეიძლება ითქვას, როცა მაგიური რაღაცა რიტუალი სრულდება, აქ რაღაცა საქმე გვაქვს რაღაცა მექანიკურ აქტთან. ხოლო საეკლესიო მსახურება და რიტუალი თავის თავში მოიცავს ცნობიერ ჩართულობას. მარტივად კიდევ უხრობედად, აი მაგალითად ადამიანი ჩვენთან მოვიდა და მთხოვს რომ ჯვარი ვუკურთხო. აი ის ადამიანი როგორ შეხედავს ჩემს აღვლენილ ლოცვას. აი მე რაღაც ლოცვა წარმოვთქვი, თქვათ მან ვერაფერი ვერ გაიგო. მაგრამ გადავიდა მარლი ჯვარზე და მან აღიქვა შეიძლება ეს რაღაცა ის მაგიურ შელოცვათ. თუ ის გულისყურით მოусმენს ჩემ ლოცვას, გაიგებს რომ მე ვთხოვ რაღაცას ღმერთს, რას ვთხოვ ღმერთს? ღმერთო როგორც ჯვარი აღამაღლე. ასე აკურთხეს ჯვარიც. როგორც იმპერატორმა კონსტანტინემ ჯვრით მოიპოვა ძლევა, ასე აკურთხეს ჯვარიც. და ვინც მას შესთხოვს, მეც იმას წყალობა. ანუ საეკლესიო მსახურება და ლოცვა არის მადმოსილი და მოითხოვს ჩვენგან ცნობიერ ჩართულობას. აი რაც შეეხება ამას ენერგიის გადასვლა, გადმოსვლას, ეს ცოტა ისეთ საკითხი არის, ეს კითხვა უფრო შეიცავს მაგიურ ელემენტებს და ცხადია ამას ეკლესია არ მიესალმება. კეთილი. მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გესმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. გაიხარეთ, იცოცხლეთ. ამიტომ შეიძლება მოშურნე ქრისტიანება აი გასტრონომიულად როგორ შეიძლება უკეთესად რო ვიმარხოთ. მადლობა კითხვისთვის. შეგახსენებთ რომ მარხვა ეს არის ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო სათნოება, ცხოვრების წესი. შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ ჩვენს პირველ მამას სამოთხეში აი კონკრეტული ცოდნის ხის ნაყოფის დროებითი აკრძალვა მარხვის წესად მიეცა. ანუ მარხვა ეს არის თავშეკავების გარემო, არა მხოლოდ საკვებისგან, არამედ ბევრი რამისგან. ადამიანი მარხვაში უფრო მობილიზებული უნდა იყოს, უფრო მოლოცველი უნდა იყოს, უფრო მოფიქრალი უნდა იყოს, უფრო მეტად ფიქრობდეს საკუთარ შინაგან სამყაროზე. და ამაში ცხადია ჩვენ გვეხმარება ასევე კონკრეტული საკვებისგან დროებით თავის შეკავებაც. რაც შეეხება მოშურნეობას მარხვაში, ჯობია რომ გავესაუბროთ ჩვენ სულიერ მოძღვარს და ის კონკრეტულად შეგვეხიდება ამ საქმეში, როგორ შეიძლება ჩვენ შევინახოთ მარხვა. არიან ადამიანები, ვისაც შეუძლია ძალიან კაცად იმარხულოს, ძალიან მშრალად არის მშრალი მარხვა. ზოგიერთს არ შეუძლია ეს გააჩნია ადამიანის ჯანმრთელობას, ცხოვრების რიტმს, სამსახურეობ რეჟიმს. ეკლესია ყველაფერს უყურებს. ასე რომ თქვენ მოძღვარს უნდა გაესაუბროთ და მასთან შეთანხმებით თქვენს მოგეხმარებათ რომ შეადგინოთ თქვენი სამარხო რაციონი ისე რომ თქვენი მარხვა ესე კიდევ უფრო მეტად ესე იგი ასკეტური გამოჩნდეს. ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერი გამყოფოთ. მაყურებელია კვლავ მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ დასვით კითხვა. დიახ, ისაუბრეთ. დაგლოცოთ მომოელო. გაიხარეთ, მოიცა დაგლოცოთ. ღმერთმა გაიხარეთ. რა მაინტერესებს ის სამოელო? აი მე მინდა გითხრა დაგიცვათ სიძვის შობილობაზე რა არის სიძვის მშობა საერთოდ რა და ქვეყანაზე დღეს არა ძალიან ბევრი ადამიანი იშვება სიძვით
და ეს ბავშვები იზრდებიან მე და ბევრმა არ იცის რა როგორ არაა შეიძლება ბევრი ეკლესიაში ვერ მივიდეს ბევრმა ვერ გაიგოს რა არის ღმერთი ბევრი შეიძლება მოინახოს აი რა ეშლება ამ ადამიანებს თუ შეიძლება გითხარით რა აი ეს ხო შეიძლება იმიტომ რომ აი ძველი ასმიდან мама დავითის ნებსალმონის შვილი სოლომონის ასე იყო ალბათ ცივიჩობილი მესე ვისი რომ ცივიჩობილი რომ მან ორი თოისაგან როიტმან დააჩინა ბავშვი და შემდეგ სოლომონ მეფე იყო როიტმან მესმა განადი დაიშალა უბინი ხელავი იანიშა მასო როიტმან აი მადლი რომ ის სოლომონ ზენი გახადა და დღეს რა ეხება აი ხალხთან ვიჩეცან გოგოებს რომელიც ცივიჩობილები არიან რომელსაც არიციან, ბევრი რამე არიციან. ვის მოინათლება მართლმადებლურად? იმათ ეშველება, რამდენად ისინი თხოვნები აქვს, აი, როგორ იქნება ეს ამბავი, აი, თუ შეიძლება აღვესებით რა. იმიტომ რომ გასაგები, დიდი მადლობა კითხვისთვის. ჯიფასა მეგობარმა, თავად გაცა ამ კითხვას პასუხი მეფე სოლომონის მაგალითზე. მიუხედავად იმისა, რომ დავით სალმონემ მართლაც უძინეს ცოდვა ჩაიდინა და მას სწორედ ურია კეტელის ცოლისგან როგორც მანახსენა შეეძინა მას მეფე სოლომონი განდიდდა ისტორიის განმავლობაში და საინტერესო როდესაც სოლომონი მეფედ უნდა ეკურთხოს ის ღმერთს თხოვს არა სიმდიდრეს ან დიდებას არამედ გონიერ გურს და უფალიც ეუბნება მიქცე შენ გული გონიერი ეს სამშობლოვანი არის პასუხი თავად გვექვა მეგობარმა ღმერთისთვის ყველა ადამიანი შვილი არის ღმერთს ყველა ადამიანი უყვარს ჩვენ მას უჩვენებთ კიდევ ერთხელ გადაიკითხოს მათესახარების პირველი თავი მაცხოვრის გენეალოგია მაცხოვრის გენეალოგიაში მოხსენებული არის სამი ქალბატონი მაშინ როცა ქალები აიხსენებოდნენ ებრაულ გენეალოგიაში მათ შორის ერთ-ერთი მეძავიც არის და როდესაც გამარტავლები გამარტავენ რატომ შეიყვანა მათემახარებელმა ეს ადამიანები ამ სამივე ქალბატონს აქ არის თამარი აქ არის ბიბლიური რეკაბი ესე იგი ამ და ურია კეტელი კიდევ ურია კეტელის ცოლი ესე იგი ამ ქალბატონებს კონკრეტული მისია ქონდათ საფრთხოგანგებულებაში და უფალმა არ ითაკილა მათ ჩაწერა თავის გენეალოგიაში ანუ ეს კითხვა ცოტა ისეა დასმული ადამიანები ყველა ადამიანი უყვარს ღმერთს ანუ როგორც არ დაბადებულიყო ადამიანი და რა სიტუაციაშიც ყველა შობილი ადამიანი ღმერთის შვილი არის თუ ის პიროვნება დაიწყებს ღმერთის ძიებას და გაისწრებს ღმერთს ის იქნება სუფასოვანი ადამიანი ღმერთის თვალში როგორც არ უნდა შობილიყო ოჯახში თუ თუნდაც სიძვის შედეგად ადამიანი არის თვითონ მასში რა ბრალი არის ამისა ხო არანაირად რა თქმა უნდა ასე რომ ყველა ადამიანი უყვარს ღმერთს და ღმერთი ყველა ადამიანზე ფიქრობს თუ კი პიროვნება თვითონ მოინდომეს ღმერთთან შეხვედრას და ღმერთის გასწნობას ეს ვერ დააბრკოლებს მას კი ბატონო კეთილი გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები ხო ესეთი კითხვა არის ესე იგი მაინტერესებს ვინ ატარებს და სად ჯადოს საწინააღმდეგო ლოცვებსო პირველ რიგში ამისთვის საჭირო აღსარება ზიარება რომელიც ყველაზე დიდი მადლის წყარო არის წმინდა ზიარება და იგი დაგიცავთ ყველანაირი ბოროტისაგან და გაგანთავისუფლებთ კი ბატონო ნებისმიერ მაგიურ თემატიკას ნებისმიერ იმ მსგავს ხრიკსაც ეშმაკის დახმარების ცდილება რომ ადამიანს რამე ავნონ ზოგადად ეკლესია ანეიტრალებს თავის სულიერი ცხოვრებით ჩვენ წეგან ამაზე ვისაუბრეთ მოგესალმებათ ადამიანი რომელიც აღჭურვილია სულიერი ცხოვრებით საღვთო მადლით თავის თავზე მუშაობს თავის შინაგან სამყაროზე მუშაობს და ეზიარება ქრისტეს მას ხადია ვერანაირად ვერ მოქმედებს კი კეთილი დეპრესიული ფონის გამო მაქვს სოციალური ფობია და მიჭირს ადამიანებთან ურთიერთობა. რას მირჩევდით, რა არის გამოსავალი? ჩავიკეტე სახლში, ვერ გავდივარ მარტო ვერსად. ნერვიულობ ამ ყველაფერზე. დიახ. მოგესალმებით, გისურვებთ. ჯანმრთელობას და მხნეობას ეს მდგომარეობა უცხო არ არის არც ჩემთვის მინდა გითხრათ. მით უმეტეს სასულიერო პირებთან მსგავსი პრობლემით
მოდიან ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდებიც, ძალიან ახალგაზრდებიც. და დროებითია ეს, თავარია თქვენ მოინდომოთ გამოსვლა ამ მდგომარეობიდან. მნიშვნელოვანი არის თვითონ თქვენს თავზე იმუშაოთ. გაიაზროთ, რომ ღმერთმა აღაჩინათ ბედნიერებისთვის. ამავდროულად აუცილებლად არ მოგერიდოთ და ამის კომპლექსი არ გქონდეთ. მიმართეთ სპეციალისტებს. ჩვენ საზოგადოებაში ხანდახან კომპლექსია ხოლმე. უჭით მიმართონ ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს, ფსიქიატრს. ამ დროს მათ დიდი როლი აქვს ამ საქმეში. აი ჩვენს ტელევიზიაში ქონდა ამაცეთ განაცემა ამ თემაზე, როგორ იმართება არის ეკლესიას, ეკლესიის მოძღვრებას, ეკლესიურ ცხოვრებასა და ფსიქოლოგიას, ფსიქიატრიას შორის. ჩვენ ვისაუბრეთ ცხადია საეკლესიო კონტექსტში, თუმცა მოკლედ რომ ვთქვათ, ეკლესია არ გამორიცხავს ადამიანის განკურნების საქმეში ფსიქოლოგიის ფსიქიატრების ჩარევას, მათ შორის ასევე მედიკამენტურ კურნალობასაც კი თავისი როლი აქვს. ორი დიაგნოსტირება ამისა. თავისი როლი აქვს მღვდელს, თავისი როლი აქვს ფსიქოლოგს, ფსიქიატრს. ერთი რამ თავარი არის, ამ მდგომარეობას ადანებდეთ. ცხოვრება მშვენიერია, ადამიანი მოწოდებულია გახდეს ბედნიერი და თუ ადამიანი გაიაზრებს, რომ ის შექმნილია ღმერთის ხატად და ის უმაღლესი ღირებულებაა სამყაროში და არის ერთი და განუმეორებელი, თქვენ თავში უნდა იპოვოთ ამის ძალა, რომ პირიქით უნდა გამოხვიდეთ გარეთ, უნდა იმუშაოთ თქვენ თავზე, უნდა ყავდეთ მეგობრები, ძალიან მნიშვნელოვანი არის. თუ კიდევ მეტად გინდათ ამაზე საუბარი, შეგიძლიათ ჩვენც მოგვართოთ, არ მოგერიდოთ, კიდეც მოგწეროთ Facebook-ზე და ჩვენ დააკვალიანებთ. თქვენ არც პირველი ხართ და არც ბოლო. მსგავსი პრობლემები არის ხოლმე, შეიძლება რაღაც გამოწეული იყოს, მაგრამ როგორც მოვთქვათ, დროებითი არის ეს და ასე რომ იყავით მხნეთ შემართებით და ყველა ხერხი და გზა უნდა ცადოთ აქედან გამოსასვლელად. მოგბართანაც უნდა მიხვიდეთ, ეკიმთანაც უნდა მიხვიდეთ, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რომ ზოგჯერ ადამიანს ფსიქიური პრობლემა აქვს და მიდის მოძღვართან და სულიერი გზით იწყებენ კურნებას და შემდგომ შედეგს ვერ ღებულობენ. როდესაც ეკიმთან უნდა მივიდეს და შეიძლება რაღაცა აბიჭირდებოდეს იმ მომენტში. და ზოგჯერ პირიქით ხდება, სულიერი პრობლემა აქვს და მიდის ეკიმთან. როდესაც მართლა მოძღვარი ჭირდება და იქიდან გამოსვლა. აი, ასე რომ ამის დიაგნოსტირება უნდა მოხდეს სწორად. მოძღვრის მხრიდანაც, ექიმის მხრიდანაც. კი, ჩვენ აქტიურად თავშობთ ექიმებთან, თუ სამეურვეში ყავს ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, გვაქვს საუბრები და აი მე პირადად ადამიანი მიმიყვანია ექიმთან, იმიტომ რომ არ არის საკმარისი მხოლოდ სულიერი კურნალობა, ასე ვთქვათ, მისთვის ადამიანს ჭირდება რამდენადმე ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის და ამაში არაფერი პრობლემა არ არის ერთობლივად. ვმუშაობთ ჩვენ ადამიანის გაჯასაღებისთვის, აღკუნებისთვის. კეთილი. რატომ ხდება წმინდანებზე და ღმერთზე ცუდი აზრების შემოსვლა? ყველას ხომ არ აწუხებს და ვისაც აწუხებს, რატომ ეშვება ეს, ასე ვთქვათ, განსაცდელი მათზე? დიახ. ჩვენს მეგობარს უსურვებთ, რომ ვურჩევთ, რომ წაიკითხოს წმინდა იოანე კიბის აღწერილი სანუკლემაქსის წიგნი კიბე, იქ ერთ-ერთი თავი ეთმობა აი ამ აზრებს. ძალიან საინტერესო რამეს წაიკითხავს იქ, კარგად აქვს მამა იოანეს, ის ასკეტი მოღვაწე იყო და აი ეს თემატიკა. ეხლა მარტივად რომ ვთქვათ, საეკლესიო სწავლების მიხედვით არსებობს ზრახვა და არსებობს აზრი. ზრახვა წარმოადგენს ჩვენგან დამოუკიდებლად ჩვენს არასნობიერში აღმოცენებულ რაიმე სახის იდეას. ეს შეიძლება იყოს ნეგატიურიც, შეიძლება პოზიტიურიც, მაგრამ ეს მხოლოდ იდეაა. ეს არაფერს ანიშნავს. ხოლო აზრი უკვე არის ჩვენი გონების ნამოქმედარი. ბევრ შემთხვევაში მათ შორის მორწმუნე ადამიანს, როცა იწყებენ სულიერ ცხოვრებას, მათში ძაფრდება ხოლმე აი ეს ზრახვები წარმოსახვის დონეზე და ადამიანი იტანჯება ამით. ადამიანს ასეთი აზრი მოდის, როგორი ცოდული ვარ, ეს რა სამარცხვინო აზრი მომდის. მეგობარო, დამოწმოთ, ასეთი აზრები ყველას მოგდის თავში, ყველას მოდის თავში რაღაცა ნეგატიური, რაღაცა მიუღებელია სამარცხვინო აზრი, მაგრამ მოწმუნე ადამიანი მოწოდებული არის, რომ ეს უბრალოდ უგულებელყოს. უბრალოდ არაფერთ არ ჩააგდოს. აი, კიდევ გავიმეორებ, წმინდა იოანე სინელის შრომაში კიბე ეს წიგნი გამოცემულია, თარგმნილია ქართულად არაერთხის, არის ინტერნეტში, ერთ-ერთი თავი ეძღვნება აზრებს. აი ეს წაიკითხეთ და ძალიან დაგეხმარებათ. ერთი ქალბატონი წერს ლელე, ესე იგი, საკუთარ თავს ყველაფერში ვზღუდავო და ამის გამო ძალიან დიდი წინააღმდეგობა მაქვს გულშიო.
დიახ. თოთ ყველაფერში საინტერესოა ზოგადად საკუთარი თავის მოზღუდულობა. თუ ჩვენ ახლა ამას სულიერ, ანუ ეკლესიურ კონტექსტში განვიხილავთ, მორწმუნე ადამიანი ცდილობს რომ თავი აკონტროლოს. აი ეკლესიურ გააზრებით თავისუფლება ნიშნავს იმას რომ ადამიანი თავისუფალია. ანუ ადამიანი ცნობიერი აკონტროლოს თავის თავს, დიახ. აი პავლე მოციქულმა რა, რომ შეიძლება ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ ყველაფერი არაა ჯეროვანი და კარგი ჩემთვის. ამ კონტექსტში ეს ჯანსაღი ფენომენია, როცა ადამიანი საკუთარ თავს მოზღუდავს იმისგან, რაც მასზე ახდენს ნეგატიურ გავლენას, ან თქვათ, რაც მას ცოდვას ჩააგდებს. სხვა მხრივ, ადამიანი უნდა იყოს შინაგანად ბედნიერი, ანუ ადამიანი თავისი სულიერი ეკლესიური ცხოვრებით ბედნიერი უნდა იყოს. თუ ჩვენ აგვაენჭებს ეკლესიური ცხოვრება, ლოცვა, მარხვა, შინაგან სიხარულს, ესე იგი რაღაც კარგად ვერ არის და უნდა მიმართოთ სულიერ მოძღვარს. მიმართეთ თქვენ სულიერ მოძღვარს და მასთან გაიარეთ ეს ყველაფერი და მოიპოვოთ აუცილებლად სიმშვიდეს. კეთილი. ესეთი კითხვა არის, მაინტერესებს რომ მანტრის მოსმენა თუ შეიძლება ქრისტიანისთვის, მხოლოდ მოსმენაო. არ ვიცი, იცით მოულოდნელი შეკითხვაა ეს ჩემთვის. შეიძლება თქვათ თუ ადამიანს რაღაც გამოკვლევა უნდა, ანუ კვლევის მიზნით რაღაცას მოусმინოს, ამ კონტექსტში თორე ისე რა შეუჭირდებოდეს ეს ქრისტიანს. ანუ კიდევ ვიმეორებ, თუ ადამიანს რაღაცა თემა აინტერესებს და უნდა გამოიკლიოს, აქ რა ხდება ამ კონტექსტში რაღაცა ინტერესის გამო მოусმინა რაღაც შეისწავლოს თქვათ. კიდეს მეცნიერულად აინტერესის დონეზე. ეს სხვა თემაა და სხვა მხრივ რატომ უნდა აინტერესდეს ქრისტიანს, ცოტა გავგებარია ჩემთვის. დილას საღამოს ლოცვებს სულ კითხულობ წერს დიდო, მაგრამ როდესაც ხანდახან საღამოს სუფრასთან მიწევს ყოფნაო, მაშინ როგორ მოვიქცეო ნასვამ მდგომარეობაში ლოცვა შესაძლებელიაო? მე მიცდება ხოლმე ხშირად და როგორ ჯობსო. მივესალმებით თქვენს მოგზაურობას, თუმცა ეკლესია გუჩვენს რომ სუფრასთან ყოფნასაც მივიდოთ ზომიერად, იმდენად რომ საღამოს ლოცვის არ შევრცხვეს. მე დავამატებდი ერთს, თუ შეიძლება ისე ცოტა ასე ვთქვათ, როგორ შინაურულად თუ აი როგორ მეგობრულად შეიძლება გირჩიოთ, რომ თუ თქვენი გული გთხოვთ, ილოცეთ რა თქმა უნდა. არანაირი პრობლემა არ არის. თუ თქვენ გულს უნდა ლოცვა, კიდე ნასვა მიიყავით, ილოცეთ. თუმცა კი ხა სწავლების მიხედვით და იმის მიხედვით შეიძლება არ იყოს თქვათ სწორი ასეთ მდგომარეობაში ლოცვა, მაგრამ თუ თქვენ სულს და გულს წყურია ლოცვა, უნდა ილოცოთ, ჩემი აზრია, ესეთი სუბიექტური თუმცები შენდობას გთხოვთ. მაყურებელია კვლავ კითხვა, ასე ვთქვათ, ეთერში და მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? გისმენთ დასვით კითხვა? მოგესალმებით მამაოებო. საღამოშიდობის. საუბარი იყო ფსიქოლოგზე და ფსიქიატრზე და მოგეხსენებათ რომ თუ ეს ამ სპეციალობის ადამიანი არ არის მორწმუნე, მართლმადიდებელი, შეიძლება საერთოდ საწინააღმდეგო შედეგი მიიღოს პაციენტმა და თუ აქვს საპატრიარქოს მაგალითად რეკომენდაციები, ვისთან შეიძლება ამ შემთხვევაში, საჭიროების შემთხვევაში, რომ თუ თანამშრომლობენ ფსიქიატრთან და ფსიქოლოგებთან. ფსიქოლოგის შემთხვევაში დაგეთანხმებით, მაგრამ ფსიქიატრი საერთოდ არ არის ეხა წესით ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ის მორწმუნეა თუ არა, მთავარი კარგი ფსიქიატრი იყოს, ან კარგი ექიმი და პროფესიონალი იყოს თავის საქმის და ასე ვთქვათ, სწორი კურსი დაგენიშნოთ მკურნალობის და ეხა ის მორწმუნეა თუ არა, შეიძლება არ გაინტერესებს, მაგრამ ფსიქოლოგზე ეს ალბათ მნიშვნელოვანია. მინდა ქალბატონს უთხრა, რომ რა თქმა უნდა გვაქვს ჩვენ მათთან თანამშრომლობა, მათთან ვინც არიან ეკლესიის წიაღში და არიან საკმაოდ მაღალი დონის კვალიფიციური ფსიქიატრები, რამოდენიმე მოდელიც კი არის ჩვენს ეკლესიაში, მოქმედი ფსიქიატრი, ფსიქოლოგიც მათ შორის, სასწავლებლის სასულიერო აკადემიას საკე ფაკულტეტი აქვს ქრისტიანული ფსიქოლოგიის შესწავლით და იქ მუშაობენ ასეთი ანუ მორწმუნე კადრები და ასევე შეგიძლიათ იმართოთ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან სამსახურს მათ აქვთ აქტიური თანამშრომლობა ფსიქოლოგებთან, ფსიქიატრთან და ისინი უპრობლემოდ აყვანებენ რა თქმა უნდა. საკითხი აუცილებლად. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის
განსაცდელის დროს როგორ მოვიკრიბოთ ღვთიური ძალაო, წერს ლია. დიახ, ნებისმიერი განსაცდელი ჩვენთვის საშუალებაა, რომ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ღმერთს. ბიბლიის ერთ-ერთ წიგნში ასეთ რამეს ამბობს ღმერთი. უდაბნოში გავიტყუებ ადამიანს და იქ დაველაპარაკე მას გულისმიერად, გულითადად. არ მახსოვს რომ წინასწარმეტყველის წიგნში არის ეს, მაგრამ ეს ასე არის. ესე იგი, უდაბნო საეკლესიო გამარტებებში აღიქვება როგორც განსაცდელი ზოგიერთგან და ესე იგი განსაცდელის დროს როგორც ეკლესია გვასწავლის ღმერთი ელაპარაკება ადამიანს. როგორ მოვიკრიბოთ ძალა, მიმართოთ ღმერთს. გააჩნიათ თქონდა განსაცდელსაც, მაგრამ უნდა მოვიკრიბოთ ძალა და ვილოცოთ. ხანდახან ძალიან მარტივად, უბრალოდ როგორც შვილი მიმართოს მამას, ესე უნდა მიმართოთ ღმერთს და ვილოცოთ. მოდით ეკლესიაში, თქვით გულწრფელი აღსარება, შეხვდით ღმერთს, მიიღეთ წმინდა ზიარება. აი ნახეთ როგორ დამშვიდდება თქვენი სული და განსაცდელი გადაივლის. ნებისმიერი განსაცდელის დამარცხება შეიძლება და გამოსვლა მდგომარეობიდან. უწმინდეს უყარდა ხოლმე ხშირად, როცა ჩვენ სტუდენტები ვიყავით სასულიერო სასწავლებელში დამეთანხმებით, ამბობდა ხოლმე რომ არ არსებობს გამოვალი მდგომარეობა, სულ არის გამოსავალი და ამბობდა ხოლმე რომ შვით ახალი იდეები. აი ამიტომაც სულ უნდა ვეძებოთ ჩვენ გამოსავალი და ამაში ჩვენ გვეხმარება სწორედ ლოცვა, ეკლესიური სულიერი ცხოვრება. რა თქმა უნდა. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ქეთევანი წერს, ესე იგი, ეხლა მარხვაშიო 40 დღიანი მოსახსენებლები რომ იკითხებაო, ეს მხოლოდ მიცვალებულებისთვის იკითხებაო, ტაძრებში თუ ცოცხლებზეცო. მიცვალებულებისთვის არისო. ძირითადად რადგანაც ეკლესიაში იხდიან სრულპირი პანაშვიდებს და მათ დიდი მართვის განმახტება. იქ ვიხსენიებთ მიცვალებულებს, ცოცხლებს წირვაზე ვიხსენიებთ ხოლმე და მიცვალებულებსაც რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში მხოლოდ მიცვალებულებს ვიხსენიებთ ყოველდღიურ პანაშვიდებზე, ეს თუ გაინტერესებთ. რა მდგომარეობა ხიბლიო და როგორ უნდა ამოვიცნოთ იგიო? დიახ. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ხიბლი ერთგვარ რაღაცა აი ბურსის მდგომარეობას გავს. ადამიანს გონია რომ ყველაფერი აქვს აი სულიერ ჩვენ ახლა ვეხებით ხიბლს როგორც ვნებას სულიერ კონტექსტში. ადამიანი ერთგვარად შეიძლება იყოს მოხიბლული მათ შორის საკუთარი თავით. ამაშას გულისხმობთ, გონია რომ კარგად აქვს ყველაფერი. ყველაფერი აქვს მოწესრიგებულად სულიერ ცხოვრებაში, აი მშვენიერად რაღაცა ასულებს ცნებებს. მაგრამ ამ დროს შეიძლება ისეთი რაღაც გამოეპაროს, მაგალითად შეიძლება ვიღაც ზურდეს. როგორ უნდა მოვიცნოთ ხიბლი? აი უნდა დავუკვირდეთ ჩვენი ფიქრებს, ჩვენს გულის თქმებს. როგორია ჩვენი დამოკიდებულება ადამიანებისადმი. ნახეთ მარტივად, შეიძლება ადამიანი იყოს ეკლესიური, არ ასწენდეს წირვა ლოცვას, ასრულებდეს ყველა საეკლესიო წესს პირნათლად, მაგრამ ამ დროს თუნდაც ვიღაცას ძურს, თუნდაც ვიღაცის შურს, თუნდაც ვიღაცისას რაღაცას უბოროტებს. აი ხანდახან არის ხოლმე ადამიანი რაღაცა გამალებით ლოცულობს, რაღაც, მაგრამ უცებ თუ ოჯახში, აი ვიღაცას რაღაც არ მოწონა, უცებ აფეთქდება გამოწყობიდან. ხიბლი ხანდახან ჩვენ თვითონ გვამხელს ხოლმე, როცა ჩვენ რაღაც უცებ აი ამ მდგომარეობიდან გამოყავათ რაღაცას და ხვდებით რომ თუმე არ ვართ ჯერ კიდევ ისე როგორც ვიყოთ, ანუ მორწმუნე ადამიანი სულ უნდა განიცდიდეს აი თავის უმოყოფილებას. სულ უნდა ჩვენ ვცდილობდეთ სულიერ პროგრესს. რა თქმა უნდა. და თუ ადამიანს გონია რომ აი უკვე რაღაცას მიაღწია, უკვე რაღაცას წარმოადგენს, მან თავდება ზუსტად ის პროგრესი. ხო, და მაშინ უკვე ის არის ხიბლის მდგომარეობაში. დიახ. და ამ დროს შეიძლება რაღაც ისეთი შესტომაც მოგვივიდეს, რომ მივხვდეთ, რომ ჩვენ ძალიან შორს ვართ ნამდვილი სულიერი ცხოვრებისგან, ასე რომ უნდა ვიყოთ ფხიზლად. მნიშვნელოვანია სულიერი სიფხიზლე და ხშირი აღსარების თქმა, საკუთარი თავის გამოძიება, საკუთარი ფიქრების გამოძიებაც კი. კი ბატონო. ასტროლოგიური პროგნოზის მოსმენაო და მისი გათვალისწინება თუ არის ცოდვაო? დიახ, ცოდვა არის, შეგვიძლია ეს მარტივად ვთქვათ. სულ სხვა არის ასტრონომია, როგორც მეცნიერება, რომელიც გამოიკვლევს სწორედ ციურ სხეულებს და თუნდაც მათ გავლენას, მიწიერ კონტექსტში გავლენას, ვთქვათ, მიწიერ ცხოვრებაზე, სულ სხვა არის ასტროლოგია, როგორც ერთგვარი
შეიძლება იყოს რელიგიური ბინარიობაც, რომელსაც მიაჩნია, რომ რაღაცა სულიერი ზეგავლენა აქვს ჩვენზე ციურ სხეულებს. ეკლესიური სწავლების მიხედვით ეს მიუღებელია, ჯერ კიდევ ძველი საეკლესიო მოძღვრებია კაცად ამას გძალავდნენ და ამიტომ ეს არის ძალიან მძიმე ცოდვა. მორწმუნე ადამიანს მარტივად ვთქვათ, საეკლესიო კანონების მიხედვით ეკრძალება, რომ იცხოვროს ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით. ეს მიუღებელი დაუშვებელია ეკლესიურად, ისევე როგორც მაგალითად ჯადოქრობა და ასე შემდეგ. კეთილი. როგორ შევძლოთ საკუთარი თავის პატიება და წარსულის დავიწყებაო რა? დამეხმარება ამაშიო, ვარ აღსარებელი და მაზიარებელი უწერს თაკო. დიახ, კარგია რომ აღსარებელი ხართ და მაზიარებელი თაკო, აღსარების საეკლესიო საიდუმლო. ესე იგი, საეკლესიო სწავლების მიხედვით აღსარება არის არა მხოლოდ იურიდიული აქტი, რომ მაგალითად მოძღვართა აიმაჩები ცოდვა შესწორა მოვინანია. არამედ საეკლესიო საიდუმლოს წარმოადგენს, რაც არის მაკურნებელი, ადამიანის განმახლებელი, კიდევ უფრო მარტივად. მონანიების დროს თუ სნენული არის გულწრფელი, ეკლესია როგორც გვასწავლის, ღმერთი ივიწყებს ჩვენ ცოდვას და გვირიგდება. და რასაც ღმერთი ივიწყებს, ის წვეთს კიდევაც არსებობას. როგორ უნდა შევიგდეთ ჩემს თავს და დავიწყო, თქვა წარსული. ბუნებრივი ერთი მხრივ ჩვენი წარსული ყოველთვის თანგვდევს ჩვენი დაშებული ცხოვრებისეული შესტონები რჩება ჩვენს სოვნაში ლაქებად, მაგრამ თუ ჩვენ მათ ვინანიებთ და ვართ ამაში გულწრფელები, მათ ღმერთი ივიწყებს და მომავლისეულ 60-ისეულ პერსპექტივაში ისინი ქრებიან. ნახეთ, მოვიყვან ყველაზე მძაფრ მაგალითს, ამ მაგალითს მოყვანა უყარდა მე-20 საუკუნის ცნობილ თეოლოგს, განსვენებულ მიტროპოლიტ იოანეს იზიულას, როცა ის საუბრობდა აღსარების საიდუმლოზე. მაგალითად, მკვლელი ადამიანი ავიღოთ. ადამიანი კაცი მოკლა, შემდეგ მან მოინანია, საჭირო მოიხადა ყველაფერი პირნათად, რაც არ უნდა ამ ადამიანმა მოინანიოს და გააკეთოს, საზოგადოების თვალში ფაქტს ვერ წაშლის. ის არის მკვლელი. ეს ადამიანი არის ეკლესიის წინაშე და მონანული. ეკლესია ასე გვასწავლის, თუ მას ექნება გულწრფელი სინანული, 60-ისეულ, სასუფევლისეულ პერსპექტივაში ჩვენ ყველანი ამისთვის ცხოვრობთ. ის მკვლელი აღარ იქნება. რადგანაც ღმერთი მის ცოდვას დაივიწყებს და ის, რასაც ღმერთი ივიწყებს, კიდევაც წვეთს არსებობას. ამ მოძღვრების შუქზე თავად ჯოჯოხეთი გაიაზრება როგორც ღვთისგან დავიწყებულობის წიაღი თუ გარემო. ანუ ჯოჯოხეთური ტანჯვა ყველაზე მეტად იმაში გამოიხატება, რომ ადამიანს ღმერთი დაივიწყებს. ანუ ის უკვე აღარ იცხოვრებს ღვთისთვის. ცოტა ბანალურად რო ვთქვათ, ჩვენ არაფრისგან შეგრძნილ არსებებს გარანტირებული გვაქვს უკვდავება ღვთისგან. მაგრამ როგორი იქნება ეს უკვდავება, ვისთვის როგორი იქნება ჩვენზეა დამოკიდებული. უკვდავება იქნება სასופველშიც, უკვდავება იქნება ჯოხეთშიც. მაგრამ როგორი იქნება ეს, ანუ ნეტარებით თუ ტანჯვით ეს ჩვენზეა დამოკიდებული. აი, ამ კონტექსტში ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ გვექნება გულწრფელი სინანული და ჩვენ თავის განვითარებაზე, სულიერ აღშენებულობაზე ვიმუშავებთ, ღმერთი დაივიწყებს ჩვენ ცოდებს და თუ ჩვენ ამის წმენა ვექნება, მაშინ ჩვენ სულს მოიცავს სიმშვიდე. აი დამეთანხმებით არიან მორწმუნეების კატეგორია, რომელმაც მოინანიებს იმეცოდები. შეცვალეს ცხოვრების წესი, მართლა შეცვალეს, მაგრამ აჩთილივით უკან დაწოდებით ისინი იტანჯებიან. ჩვენ მათ ხომ უნდა ვანუგეშებთ, რომ უფალს მიენდე, უფლის მოწყალების იმედი გქონდეს. უფალი დაივიწყებს და შეგირიგდება. და როცა ადამიანი ამ წმენით ცხოვრობს, მაშინ თქმა უნდა მის ცხოვრებას მოიცავს სიმშვიდე და ის შეძლებს სულფასოვნად და ჯანსაღად გააგრძელოს ცხოვრება. კეთილი, მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? მაინტერესებს დიახ, გამარჯობა, გაიხარეთ. მაინტერესებს ფერისვალების დღესასწაულთან დაკავშირებით. ფერისვალები. კეთილი, მადლობთ. ელიას და მოსეს გამოცხადება რომ მოხდა. რატომ კონკრეტულად ამ ორი წინასწარ? კეთილი, დიდი მადლობა, საინტერესო კითხვაა. დიახ, დაგეთანხმებით მოგურამ. საინტერესო კითხვაა. ფერისცვალების მისტერია ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიისთვის. მოკლედ გავიხსენოთ აქ რა მოხდა. ჩვენ სუფალ იესო ქრისტეს თაბორის მთაზე მიყავს სამი მოციქული, პეტრე, იაკობი და იოანე და ისინი ხედავენ აქ სხვანაირ მაცხოვარს. ქრისტე გაბრწყინდება და ქრისტეს ბრწყინვალება
დაფონდა მას ეს ნათელი ქონდა. ეს მას სულ ქონდა ეს ნათელი. ფერისცვალების დროს მაცხოვარი კი არ შეიცვალა, მოციქულები შეიცვალნენ. მათ სხვანაირი იესო იხილეს. ის იესო, რომელიც მათი მეგობარი იყო, მათი მოძღვარი იყო, ერთად ცხოვრობდნენ, ჭამდნენ და შეიცვალა. დიახ, რა თქმა უნდა და უფრო მეტადაც აი განსაკუთრებით ახლა ჩვენ აღვნიშნეთ წმინდა გრიგორ პალამასენების დღე. წმინდა გრიგორ პალამა, რომელიც არის მე-14 საუკუნის საეკლესიო მოღვაწე, თესალონიკის მთავარეპისკოპოსი, ამ საკითხებზე მუშაობდა, რომ თაბორის მთის ნათელი, ანუ ის სინათლე, რომელსაც ქრისტე აცხიებდა, მას ხოქორეს იყო საღვთო ნათელი, არა ჩვენეული ქმნილი მატერიალური ცეცხლი, არამედ ხელით უქმნილი ცეცხლი. ამით მას ისფაუნდოდა მოციქულთა ადამიანურმა თვალებმა, როგორც ჩვენ გვაქვს, იხილეს ხელით უქმნელი ნათელი. ესე იგი, რაოდენ მოგვიახლოვდა ჩვენ ღმერთი, იმიტომ რომ ღმერთის ხილვა არავის არ შეუძლია, როგორც ვითვლობთ ძველ თქმაში, როცა ეუბნება მოსეს ღმერთი შეუძლებელი აქ ნილმა უფლერი იხილოს, მაგრამ ჩვენ ვიხილეთ უფალი განკაცებული. აი მოციქულებმა არა მარტო განკაცებული უფალი იხილეს, როგორც ადამიანი, არამედ ეს დაახლოებით ის ნათელი ალბათ, როდესაც აღდგა მაცხოვარი, ხო? იგივე ნათელი რა თქმა უნდა, ეს არის რა თქმა უნდა, ეს წყინვალება, ხელით უქმნელი ენერგია. მარტივად საღვთო მადლი, რომელიც გამანათლებელია მორწმუნეებისთვის და კეთილი ადამიანებისთვის, ხოლო დამწველია ბოროტი ადამიანებისთვის. ეს არის საღვთო ენერგია და მაგ არის მოსე და ელია. რატომ მოსე და ელია? ვინ არის ეს ორი პიროვნება? დავიწყოთ ელიათ. ელია თესბიტელი გახლავთ. ძველი აღთქმითი დასწამეტყველი, მის ცხოვრება არის ბიბლიის ერთ-ერთ წიგნში, მეოთხე მეფეთა წიგნში, თუ სწორად მახსოვს, გადმოცემული ის იყო ერთგული ღვთისა. და ელიას ჰქონდა ღმერთთან შეხვედრის გამოცდილება. როგორი იყო ეს გამოცდილება? ელია იმალება, მოკლედ კლდის ნაპრალში, იმალება მეფე აკაბს, რომელიც მას დევნის, უნდა მოკლას, წარმართ მეფეს და ელია ელოდება ღმერთთან შეხვედრას. იქ მოხსენებულია სტიქიები, რომ ამოვარდება ქარიშხალი და მასში ღმერთი არ არის, იქნება მიწისძვრა, არც მასში იქნება ღმერთი, იქნება ციდან ცეცხლი, ანუ ელოა, გრგვინვა, არც მასში იქნება უფალი და შემოწერია ბიბლიაში. ეს ლამაზად ვიტყვით ძველ ქართულად. იქნა მუბერვაი წვლისა ნიავისაი. ანუ ოდნავი სიო და უფალი მოვიდა. ანუ სიმყუდროვეში მოვიდა უფალი. ეს არის აი ადამიანურ ენაზე მოყოლილი ელიას ღმერთთან შეხვედრის გამოცდილება. სიმყუდროვეში მოვიდა მასთან უფალი. მოსეს შეხვედრა ღმერთთან. მოსე ვინ არის? მოსე არის ებრაელთა მამამთავარი, გამორჩეული, ის ვინც ძველი აღთქმის ისრაელიანი იერი გამოიყვანა ეგვიპტელთა მონობიდან, თამათ მიიღოთ აღთქმული მიწა და მიწის მკვიდრობა და სწორედ აი მოსესაც ჰქონდა ღმერთთან შეხვედრის გამოცდილება. როგორი იყო ეს გამოცდილება? აი მეგობრებო, ეს ორივე საკითხავი ბიბლიიდან იკითხება სწორედ ფერისცვალების მწუხრის ლოცვაზე. საწესამეტყველო სახით. ესე იგი, როგორი იყო ელიას შეხვედრა და მოსეს შეხვედრა ღმერთთან. მოსე მოგესალმებით სინათლეზე შეხვდება ღმერთს და უნდა რომ ღმერთი ისთხოვოს ღმერთს. მახილულინო შენი პირი ანუ დამენახეო ღმერთს თხოვს. და ღმერთი იტყვის რომ შეუძლებელია იხილოს ქმნილმა ღმერთი და ის გადაარჩეს ოცხალი, მაგრამ საოცარი ხატოვანი თხრობა, ღმერთი ეტყვის დაიმალე. ნახეთ, აქაც კლდის ნაპრალია. დაიმალები კლდის ნაპრალში, მე აგაფარებ თვალებზე ხელს და შენ ჩემს ზურგს აინახავ. მოსეს ღმერთთან შეხვედრა. ცხადია ეს ხატოვანი თქმები არის. მოსემ ღმერთის ზურგი იხილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ღმერთს უნდა კვარში ჩაუდგე, უნდა გაახვე ღმერთს. მოსეს და ელიას შეხვედრა ღმერთთან და მოციქულები განკაცებულ ღმერთთან მეგობრობენ და ხედავენ ქრისტეს არა როგორც ჩვეულებრივ მათნაირ ადამიანს, არამედ გაბრწყინებულს, საოცრად მოკაშკაშეს, მოელვარეს და ეს ელვარება არის ხელთ უქმნელი ენერგია. მეორე მხრივ იქვე საუბარიც არის სახარებაში, რაზეა მათ შორის დიალოგი და საუბარი. მომავალ მოვლენაზე, მაცხოვრის ჯვარცმაზე, ქრისტე ჯვარზე უნდა მოკვდეს. ეს საინტერესო კითხვაა ხოლმე თეოლოგებში, როგორ იცნეს მოციქულებმა, რომ ერთი მოსე იყო და მეორე ელია. ეს ბიბლიაში არ წერია ცხადია, ანუ საეკლესიო მამათა გამარტება ასეთი არის, რომ ერთი იყო ცეცხლოვანი ეტლით, ხოლო მეორეს ჯულის ფიცრები ეკავა ხელში. ასე მოხდა, რომ ესენი არიან მოსე და ელია, ანუ საღვთო ისტორიის ორი მნიშვნელოვანი ფიგურა. მოგეხსენებათ, ისინი არიან ძველი აღთქმის მოღვაწეები, ხოლო ძველი და ახალი აღთქმა წარმოადგენს ერთთვლიანობას. ძველ აღთქმაში თლიანად ძველი აღთქმის თხრობას გასდევს თხრობა
შეპირება მესიაზე, ხსნელზე, ხოლო ახალ თქმაში უკვე მოსული მესია, ჩვენი უფალი იესო ქრისტე არის, რომელიც ჩვენ გვპირდება უკვე სასופევერს, მართლ ცხოვრებას. ესე იგი, ეს ყველაფერი თრიან კავშირშია ადამიანის და ღმერთის ურთიერთობის შეხვედრის კონტექსტში. თუ კი ელიამ სიმყუდროვაში იხილა ღმერთი, მოსემ ღმერთის ზურგი იხილა, ასე როგორც ბიბლიას გვეუბნება ხატოვნად, მოციქულებმა და ყველა ჩვენ განკაცებული ღმერთი ვიხილეთ. პირადად ჩვენ აგვიხილავს ქრისტე არა, როგორც მოციქული თომა იხილავს უფალს ეტყვის, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი, იესო ექვეუნება მას. ვისაც ნეტარიებსაც მე არ ვნახევა და ჩემი წამს. მაგრამ ჩვენ ქრისტეს ხვდებით მეგობრებო, ქრისტესთან შეხვედრის მწვერვალი კი არის წმინდა ზიარების საიდუმლო. ასე რომ აი ეს მოძღვრება არის ერთთვლიანი და ჩვენ ეს მოძღვრება გვასწავლის ადამიანის და ღმერთის ურთიერთობის შესახებ საღვთო განგებულებას. კეთილი. აყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. მოგესალმებით. საამშვიდობისა. გესმით ჩემი ხმა? დიახ, გესმის. მიცვალებულთან დაკავშირებით მაინტერესებს. აი ადამიანი, როდესაც თავს იკლავს. ეგ შეკითხვა მაინტერესებს. ანუ ჩვენ მოძღვარი არ უგებს იმას წესს, იმიტომ რომ იმან თავი მოიკლა. მიცვალებულთა დღეებში რამდენად დიდი ცოდვა არის აი ეს მიცვალებულებს სახელებს რომ ჩამოწერს ხოლმე კვირაობით, რომ მამაო მოიხსენიოს. თუ ჩვენ ამ ადამიანის სახელი ჩავწერეთ, მამაოს რამ ხელად ცოდვაში ვაგდეთ და ჩვენ საკუთარ თავსაც რო ამ ხელად ცოდვაში ვიგდეთ, ხოლო ერთადერთი დღეა 19 სექტემბერი, როდესაც შეგვიძლია აუნთოთ სამთელი და მოვიხსენიოთ და ხვანაირად როგორ შეიძლება დავეხმაროთ ამ სულს. კეთილი, მადლობა კითხვისთვის. დიახ. ზოგადად ძალიან მძიმე შემთხვევა, სუიციდის შემთხვევა. სტატისტიკურად უნდა ვთქვათ, რომ სუიციდის შემთხვევის უმეტესი ნაწილი ხდება ხოლმე აფექტის ან რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემის შუქზე. ამას ეკლესია ყოველთვის გამოიძიებს და ხდება ხოლმე წესს აგება. წესი იმ შემთხვევაში არეგება ადამიანს თუ ვიცით რომ მან მართლაც გააზრებულად, გასტუმრებულად თვითონ თავის ისე დაასრულა სიცოცხლე. ძალიან მძიმე შემთხვევა რა თქმა უნდა, ჩვენ გვებრალება და სადია ღმერთს ყველა ებრალება და ყველა უყვარს. უბრალოდ ეკლესიას თავისი სჯული, თავისი წესები აქვს. ადამიანს უფლება არ აქვს. ჩვენთვის არავის უკითხავს დაბადება და არ ჩვენი გარდაცვალება არ არის ჩვენი გამოსაძიებელი, თავად ნახეთ როგორი საიდუმლოა, არც ერთმა ჩვენგანმა ჩვენი ხვალინდელი დღე არ ვიცით. ჩვენ ხვალ გავუღიძებთ თუ არა, ეს ღვთის საიდუმლო არის და ადამიანი უნდა მიენდოს ღვთის განგებულებას. ამ შემთხვევაში, როცა ადამიანი გასნობიერებულად ჩაედინა ეს მძიმე შემთხვევა, ეკლესია მას ვერ უგებს წესს და მასზე ვერანაირ საეკლესიო მსახურებას ვერ აღასრულებს. თუმცა ურჩევს ჭირისუფალს, რომ თავად იყვნენ ეკლესიის წევრები, გახდნენ ეკლესიური ადამიანები, თავად აკეთონ სიკეთე და ადამიანის სახელზე მოწყალება გასცენ. მოწყალება გააკეთონ სხვა ადამიანებს, გული გაუხარო მის სახელზე და ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს უფლის უსაზრო მოწყალების იმედი ადამიანმა ეს თავად აირჩია ძიმი ეს ყველაფერი და ის ჩვენ მოწმუნეები ვართ და წამსო უფალ შეხდება და უფალი მას ჩახედავს თვალებში. მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ მათთვის, ჩვენ მათ ვერ ვხსენებთ ვერანაირ საეკლესიო მსახურებაში, ერთ-ერთი ურჩევ ჭირისუფალს, რომ თავად გახდნენ ეკლესიურები, თავად ეზიარებოდნენ და მის სახელზე გააკეთონ როგორც შეუძლიათ ისე სიკეთეები. რა თქმა უნდა, ვინც ეს კანონი დაადგინა იმ წმინდა მამებმა, ისინი ჩვენზე გულმოწყალეებიც იყვნენ, ჩვენზე კეთილებიც, ჩვენზე მობიერებიც, მაგრამ ასე იყო საჭირო ეთყობოდა, იმიტომ დაადგინა ეს წმინდა ეკლესიამ ეს წესი და ასეთი ადამიანისთვის ლოცვა. თუმცა კი პირად ლოცვაში ალბათ არის ხოლმე, მაგრამ ნახეთ ეგ კითხვა რა შეგმარებოდა, რა თქმა უნდა დაუშვებელი არის, რომ ჩვენ მოწყალს ეს დაუმალოთ და მოახსენებინოთ. ეს მიუღებელია, რა თქმა უნდა. ვინც ამას აკეთებს, თვითონ იდევს შემდგომ ამ ცოდვას გარკვეულწილად და პასუხისმგებლობას, რომ მოტყუებით შეაპარებს მოძღვარს. რა თქმა უნდა, ამას არანაირი მოძღვარს არაფერი მოეთხოვება, მან არ იცის ის, ხო და რომ ვინც ამას აკეთებს ფარულად, მასზე არის ის დანაშაული და ჯობია თავი შეიკავს, ამითი დამიჯერეთ იმ ადამიანის სულს უფრო დაამძიმებს და ვერ დაეხმარება. კი ბატონო. გავაგრძელოთ მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. გისმენთ, ისაუბრეთ, ეთერში ხართ. დასვით კითხვა პირდაპირ ეთერში ხართ.
მისმენთ? რა თქმა უნდა გისმენთ. აბა ტელევიზორში მე ტელევიზორს უყურებ და იქ რო არა არის მისცემი ხმა? თქვენ დაუწიეთ თქვენს ტელევიზორს და ყველაფერს გაიგებთ. პირდაპირ ეთერში ხართ, შეგიძლიათ ისაუბროთ. მე იცი რა მინდა და ეხლა შეკითხვა მისცეს. აი თავს რო იკრავსო იმის ლოცვა და იგი თუ შეიძლება და მე პირადად მე ორი თავ ჩემმა დიშვილიშვილმა და ბიზაგვილიშვილიშვილმა თავები მოიკლეს და ორივენი ამოვიყვანეთ ბერებს აქვთ ლოცვები ბერ მონაზვნებს ბერებს აი იმათ მომცეს ეს ლოცვა თვითონაც მეხმარებოდნენ და ორივენი ამოვიყვანეთ დავაყენეთ 60 დაზე რომ გამოგვეცხადა რა და დიდი მხიარულები და აი ეს მინდა რომ ისავხდა რა აუხსნა ამათ გასაგებია შეიძლება რაღაც ინდივიდუალურ დონეზე რაღაცა აი მსმენია გავსი რაღაც რომ რაღაცა შეადგინა ლოცვა მაგრამ საეკლესიო პრაქტიკაში მეგობრებო შემიძლია გითხრათ პასუხისმგებლობით რაიმე ასეთი წესი არსებობს ვიცით რომ თუ ადამიანი მოუნათლავი იყო ან თავი მოიკლა გააზრებულად მისთვის ეკლესია ვერანაირ საეკლესიო მსახურებას ვერ ასრულებს მაგრამ ზოგადად ესე რა თქმა უნდა ჩვენც ყველა ადამიანი გაგალება და გვაქვს უფლის მოწყალების დავემორჩილოთ ხო ეკლესიას პირველ რიგში ეს არის ყველაზე მთავარი და რა ვიცი ხა არ ვიცი ერთი ვინ რა იცის ხა ვინ საიდან ვინ ამოიყვანა ეს ცოტა არასერიოზული მაგრამ არა უშავს ღმერთმა ქნას ღმერთი მოწყალია და რა ვიცი ღმერთმა უშუალოს ყველას კაცო ამინ ჩვენც ეგ გვინდა გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები ესეთი კითხვა არის ესე იგი როგორ ვებრძოლოთ ბულინგსო ბულინგს ანუ ჩაგვრას რა თქმა უნდა მეგობრებო უნდა ვებრძოლოთ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ გავიაზროთ ყველა ამ სამყაროში ადამიანი არის უმაღლესი ღირებულება ადამიანი არის თავისუფალი არსება და ბულინგი შეიძლება უამრავ კონტექსტში იყოს ადამიანების მაგრამ ეკლესია ყოველთვის ეწინააღმდეგება ჩაგვრას ადამიანების დამცირებას ეს არ შეიძლება ქრისტიანი ადამიანი თვითონ უნდა იყოს მაგალითი დიდსულოვნების შემწყნარებლობის და მნიშვნელოვანი არის რომ აი საზოგადოებაში ჩვენ ვიყოთ მაგალითი რაღაცა ის ადამიანური ნორმალური ურთიერთობების აქცია საფრაზე რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თავად ჩვენი ცხოვრების წესით მორწმუნე ადამიანები სიჯანსაღის შემტანი ყველგან ბულინგი ანუ ჩაგვრა არავის ჩაგვრა არ შეიძლება ეკლესია რა თქმა უნდა თავის ყველა ქადაგებაში ყოველთვის უსვამს მიჯნას და ამბობს არსებობს გზა სიცოცხლის გზა დაღუპვის ეკლესია ამას დაუღალავად ეკადაგებს რომ მიუღებელია ცოდვა მიუღებელი არის ყველა ის მდგომარეობა რომელიც ადამიანს აზიანებს მაგრამ ეკლესია ყველა ადამიანის მიმართ იჩეს მაობრივ მზრუნველობას. ბარემ აქვე ვიტყვით, ეკლესიის წიაღში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს, მხოლოდ ერთი კრიტერიუმი და მოთხოვნა არის, უნდა მას ჰქონდეს სინანული. თუ ადამიანი მონანული არის, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეკლესიას იმართოს და განიკურნოს. რაც შეეხება ეს კიდევ ერთხელ ბულინგს უნდა ვებრძოლოთ ყველანაირად, რათა ადამიანებმა ჩვენი იგვლი თავი იგრძნონ დაცულად. უფალი ამბობს ახარებაში ისე ბრწყინავდეს თქვენი ნათელი, რომ დაინახება ადამიანები და ღმერთი ადონო. ანუ ჩვენ თავი უნდა გავხდეთ მაგალითები ამ სამყაროში ნამდვილი ადამიანობისა. კეთილი. ესეთი კითხვა არის, როდესაც კვირა დღეს ვერ ვახერხებთ ტაძარში სიარულს, შუა კვირაში რამდენად შეიწირებაო? რა თქმა უნდა, შუა კვირაში. რა თქმა უნდა, არაერთ სამრევლოში ყოველდღიური წირვებიც კი არის და როცა მოგიხერხდებათ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიზანად და წირვას და თუ თქვა ზოგ სამრევლოში 2-3 ტაძარია, ზოგან დილის 7 საათზე წირვა ხოლმე არის საღამოს მსახურებებიც. ანუ ესე იგი დღეს ამის ფუფუნება ის თქვა აქვს მორწმუნეებს, თუ თქვა კვირას რაღაც სამსახურებრივად ვერ შეუძლია, სხვა დღეს შეუძლია მივიდეს დაესწრო წირვას და მიიღოს მონაწილეობა საეკლესიო მსახურებაში. ბატონო, მონანიებული ცოდვა თუ კიდევ გაწუხებსო შეიძლება რომ ის ყოველთვის თქვა ახსარებაში. შეიძლება კი, ეს პრაქტიკა არის ხოლმე
და ეს კითხვებიც უთქვას თუ ადამიანს აწუხებს რაღაცა შინაგან ცინდის ვერ იმშვიდებს შეუძლია მოინანიოს ეს მაგრამ უნდა ქონდეს წმენა თუ მას ეკნება გულწრფელი სინანული მას მართი ჩაიკავს გულში და აპატიებს იმიტომ რომ ქრისტეს ჯვარცმა მე ხა დიდი მარხვა მოგესალმებათ და თავიდან ბოლომდე გაიაზრება ჯვარცმის მისტერია და განსაკუთრებით ნებიშვიდეულში ეს ყველაფერი იქნება წაკითხულ ნაღალობები და გააზრებული ეკლესიაში ქრისტეს ჯვარცამ და ჯვარზე დაღვრილმა ყოვლადწმიდა სისხლმა ყველა მონანული ადამიანის ცოდვა გადარეცხა ასე რომ თუ ექნება ჩვენ სინანული უფალი დაივიწყებს ჩვენ ცოდვას და კიდე ერთ დავამატებ მე ანუ აი როდესაც აღსარებაში ვამბობთ გარკვეულ ცოდვას არის ესეთი სწავლება წმინდა მამების რომ ერთ-ერთი ნიშანი იმისა რომ ღმერთმა გვაპატიაო ჩვენო არის ის რომ აღარ გინდება ამ ცოდვის აღსრულება და ასე ვთქვათ გძულს ის ცოდვა აი ესეთი ნიშანი არის და კიდევ ერთ დავამატებ რომ როდესაც აღსარებაში რამე კონკრეტულ ცოდვას იტყვით და შემდგომ უკვე ამას იხსენებთ ხოლმე აი სიამაყით რომ აი ხო არის რაღაც ისეთი ცოდვები რომ აი ახალგაზრდობაში თითქოს საამაყო იყო რაღაცა აი ვიღაცა რაღაცა ნუ 1000 რაღაცა ხო არ მინდა ეხლა დავკონკრეტდე და აი ესეთი მდგომარეობაც არ არის სწორი წმინდა მამები წერენ რომ აი პირდაპირ არ მოწონს ღმერთს ესეთი რაღაცა როდესაც ადამიანი მოინანიებს და შემდგომ იმ ცოდვას უკვე მონანიებული აქვს აღსარებაში ნათქვამი აქვს უბრალოდ და მე სიამაყით ყვება ამას ანსუფრასთან მეგობრებთან ეს არის ყოველ დაუშვებელი და დანარჩენი რა ვიცი ზოგჯერ ბოროტისგანც არის რომ აი სულ გაფიქრებთ ამ ცოდვაზე რომ აი არ გაპატია ღმერთმა არ გაპატია მოკლედ ვიტყვი ამ თემას ეხება აღსარება უკავშირდება სინანულს თითო სინანული თავის მხრივ შეიცავს მეგობრებო ცნობიერების შესვლის ელემენტს მე როცა რაღაცას ვნანობ ეს არა მხოლოდ იურიდიული მონანიება ეს არის ჩემი მზაობა რომ მე შევცვლი ჩემს შინაგან სამყაროს ეკლესია ამეტყოდა მოგესალმებათ ბერძნულ ენაზეა რა ბერძნულად სინანული ჟღერს ასე მეტანოია ხოლო მეტანოია ნიშნავს გონების ცვლას ესე იგი მე უნდა შევიცვალო ჩემი შინაგანი სამყარო და თუ შევიცვალე ეს სამყარო მაშინ რა არის საამაყო ამა თუ იმ ცოდვაში პირიქით კაცობრიობის ცოდვით დაცემის შემდეგ რა არის ადამიანის ცხოვრების არსი და როგორ შევინარჩუნოთ ინტერესი ამ ქვეყნიური წარმავალი ცხოვრებისადმიო სწრაფვა ღმერთისკენ და სული ცხონების სურვილი ალბათ ხო მამო ყველაზე თავარი და აი მამო კარგად გათხოვდა და აი შეიძლება კითხოს ამეხონა რომ აი ეკლესია ქადაგებს სულის ცხონებას მომავალ ანუ ყოველაფერს კვირდება მერე სამერეოთ არა შეეხო მეგობარი ამ ქვეყნიური ცხოვრების ინტერესაც არა თვითფასო მეგობრებო საეკლესიო სწავლების მიხედვით სულის ცხონება მაცხოვრის მეორედ მოსვლა, მკვდართა საყოველთაო აღდგომა, სასუფეველი ანუ მარადიულობა არის არა მხოლოდ ოდესღაც მოსვლადი პერსპექტივა ჩვენთვის, არამედ ჩვენ სამცხოვრებაშივე განცდადი, დაგემოვნებადი. აი მარტივად, როცა ქრისტიანი მიდის კვირას წირვაზე, წირვას ქვია ქრისტიანთა ბანკეტი. როცა ქრისტიანი კვირას მიდის და მსახურება წირვაზე იღებს წმინდა ზიარებას. ზიარებას ქვია მომავლის დაგემოვნება. ანუ ჩვენ ჯერ კიდევ მიწიერ ცხოვრებაში უნდა შევხვდეთ ღმერთს. ჩვენ ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში უნდა ვიცხოვროთ მარადისობით. ეს ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი ამ წმენით ახსავსი არის, მას მეწმუნეთ ყოველთვის აქვს ბედნიერების განცდა, რაც არ უნდა გამოწვევა და პრობლემა ქონდეს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ის ღრმად არის შემსჭერლული ღმერთს, წმინდანებს და ჯერ კიდევ მოკვდავი ცხოვრობს უკვდავებით. ჯერ კიდევ ამ ქვეყნის მოქალაქე და ბიოლოგიურად მოკვდავი თავს გრძნობს მარადიულობის მოქალაქე. კეთილი, ნარკოტიკული საშუალებით როდესაც გარდაიცვლება ადამიანი ეთვლება თუ არა თვითმკვლელობადო? ასე რა თქმა უნდა არა. როცა ადამიანი ეს ძალიან ძიმე ფაქტი არის თამათახმებით დღეს სამწუხაროდ დღეს რამდენი დაუდევრობა დეთვლება ალბათ საკუთარი თავის ადგილს რამდენს მუშაობს სახელმწიფოც ეკლესიაც მონასტრები არის მამათა მონასტრები სადაც არის გახსნილი რეაბილიტაციის ცენტრები რამდენს აკეთებს სახელმწიფო ამისთვის რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას ადამიანები გაჯანსახდნენ ხდება პოპულარიზაცია სპორტის მაინც სამწუხაროდ უამრავი ახალგაზრდა აი ამ ნარკომანის სენთაა დაავადებული და აი ვამბობთ ხოლმე როცა ახალგაზრდა ადამიანი ჯაღონით სავსე მშვენიერი შესახედავად ამით გადაეცლება თავი მოიკლავა ეს რა თქმა უნდა თავის მოკვლის მიზნით თავს არ აკეთებს ის მაგრამ
მეგობრებო, აი ალბათ მაგრამ ამის რისკი ყოველთვის არსებობს მაინც ბევრი ახალგაზრდა გვისმენს და ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენს თავს გაუთხოვნია რომ თვითონ ეს არ დაემართება სამწუხაროდ და მნიშვნელოვანი არის ჩვენს თავს გაუთხეთ ძალიან მძიმესენია ნარკომანია აზარტული თამაშები უნდა ვეცადოთ რომ ცხოვრება ჩვენ ცხოვრება გახდეს საინტერესო ყოველდღიური ცხოვრება აი ჩვენ პიროვნულ დონეზე ამ სამყაროს ნაწილი ვართ მაგრამ მთელი ადამიანი კოსმოსს წარმოადგენს ადამიანი ინდივიდია პიროვნება წარმოგიდგენთ ამიტომაც უნდა თავს გაუფრთხილდეს მნიშვნელოვანი არის ვიყოთ გონიერები ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ვეცადოთ ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრებით ჯობია დავყავდეთ სპორტით ვიდრე რაღაც თავით გადავეშვათ აი ამ უაზრო არაფრის მომცემ გაბურებაში რომელიც ჩვენ საბოლოოდ დავყოფს ღმერთის გარდა ვერავინ ვერ გაგანთავისუფლებთ ამისგან და რა თქმა უნდა პირველ რიგში აი ამით დაიწყეთ და ერთი მოგცემ შემდგომის ძალასაც იმის შემართებასაც და ყველაფერს ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი ჩემს გარშემო ვინც დაძლია ესენი უფლის წყალობით ღმერთის შემწეობით რა თქმა უნდა ზიარებით მე სამაში შემიძლია დაგეთანხმოთ კი ბატონო და ასე რომ ეს შესაძლებელია და თავარია სურვილი რომელიც უნდომება რომელიც ნახევარის საქმეა არ შეგეშინდეთ ასე რომ გადაწყვიტეთ და გამოგივათ ღმერთის წყალობით. ესეთი კითხვა არის, ხო, მამა გურამის ნახვა სად შეიძლება? ჩემი ნახვა შესაძლებელია ლურჯ მონასტერში, ლეო კიაჩელის 25 ნომერში. შაბათ-კვირას ლოცვაზეც ვარ, წირვაზეც ვარ და შუაკვირის მანძილზეც გარკვეულ დღეებში გახლავართ და შეგიძლიათ მოვბრძანდეთ. რას ნიშნავს ძილის წინ ლოცვებში რომ წერია შეუტყუებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენო ის რაც არ შეეფერებოდა თინდაც ჩემ შინაგან სამყაროში შეიძლება ცოდილი ფიქრები რაღაცა გავკადნიერდი და ეს გავბედეო ანუ ადამიანი ძილის წინ უფალს თხოვს აპატიოს დღის განმავლობაში ჩაედნილი ცოდები და მათ შორის ესეც რომ ის რაც მე არ შეეფერებოდა და არ იყო ჩემს შეფერისი აი ის განვიზრახე და ის გავაკეთე იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება საქმით არაფერი დავაშავოთ მაგრამ ჩვენ გონებაში მთელი რიგი მიუღებელი რაღაცები დატრიალდეს კი ბატონო კითხვები ბევრია დრო ცოტა მაგრამ ვეცდები რომ ყველა კითხვა გავაჟღერო. ხო, ესეთი კითხვა არის, ესე იგი, როდესაც ამდენი ინფორმაცია გვაქვს ადამსა და ევაზეო, რატომ არ ვიცითო ისინი რა ენაზე საუბრობდნენ, ან უფალიო რა ენაზე ესაუბრებოდა მათო? დიახ, ბიბლიის მიხედვით კაცობრიობას ერთი ენა ჰქონდა მანამ, ვიდრე არ მოხდებოდა ბაბილონის გოდოლის ცნობილი შემთხვევა და ენების დაყოფა, თუმცა ბაბილონის გოდოლის დროს ენების დაყოფა გამოსწორდა და განიკურნა შეიძლება ითქვას სულთმოფენობის, ანუ მარტვილის დღეს, როცა მოციქულები ალაპარაკდნენ ყველა იმ ენაზე, რა ენის წარმომადგენელიც ესწრებოდა აი იმ დიდ დღეს, მარტვილის, ანუ სულთმოფენობის სულწმინდის გადმოღრის დღეს. და ეს კონკრეტულად გასაზრული არ არის, რომელი ენაზე ლაპარაკებოდა. ზოგადად ენა მნიშვნელოვანი რამ არის ენა ძალიან ძვირფასი რამ ნებისმიერი ერისთვის ენა არა მხოლოდ გაგებედების საშუალება ენა ერის ხასიათი არის და ძალიან ძვირფასია ყველა ერისთვის თავისი ენა მაგრამ ეს კონკრეტული პასუხი მე არ მომეძიება ვთქვათ ადამიანს უფალი რა ენაზე ლაპარაკებოდა რა იწვევსო კომპლექსებსო ეს ცოტა შეიძლება ჩვენი სფერო არ იყოს მაგრამ დიახ კომპლექსები ალბათ ყველა ჩვენგანს აქვს. ყველა ჩვენგანი მეგობრებო და ძალიან ბევრს აქვს სხვათა შორის უკომპლექსობის კომპლექსი. აი თუ დაუკვირდები. კი, აი ბევრი ყველა ჩვენგანი კომპლექსოა და ყველაზე დიდად ეს კომპლექსი აქვს, რომ აი თომ კომპლექსი. ყველა ჩვენგანი სხვადასხვა სოციალურ გარემოში, სხვადასხვა ფსიქოლოგიურ გარემოში, სხვადასხვა სიტუაციებში აღვიზარდეთ. ჩვენი ცხოვრება გვატყობს ჩვენ რაღაც კვალს. მათ შორის არის ეს კომპლექსებიც. ყველა ადამიანს აქვს ახასიათებს თავისი კომპლექსები. ჩვენც მათ შორის რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანი სულ უნდა ვითარდებოდეს, სულ უნდა ბრძენდებოდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხანდახან ხომ არის აპარტავნებაც არის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ. კი, ერთ-ერთი კი. როცა ადამიანს გონია რომ არ უნდა შეეშალოს არაფერი, უნდა იყოს უნაკლო. ამ დროს ადამიანმა უნდა აღიაროს რომ პირიქით ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ, უნდა ვიყოთ გულწრფელებიც, უნდა ვიყოთ ნამდვილებიც, მაგრამ ასევე უნდა ვიმუშაოთ ჩვენი კომპლექსების აღმოფხვრაზე. კეთილი. ძალიან დიდ კითხვებს მომოგწერთ. ბოდიში გიხდით, იმიტომ რომ ცოტა რთულია ხა ამ ხოლ კითხვები, მაგრამ
კაი ვეცდები, მოკლედ წავიკითხო. ესე იგი, ნოეს შვილებმა რამდენ ხანს იცოცხლეს და მთავარი კითხვა, როცა აბრაამი აღთქმულ მიწაზე მივიდა და დამკვიდრდა იმ მიწაზე, სადაც იყო ქალაქი სალემიცო, ანუ იერუსალიმი გადმოცემით და სალემის მთავარი იყო მელქისედეკიო. არსებობს გადმოცემა, რომ ეს იყო სემიო, რომელიც თავისთავად ქადაგებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას ერთღმერთიანობას. რა კუთხით მოხდა განსაზღვრა ებრაელი ერის ისტორია თუ ცხოვრება, თუ რწმენა და ასე შემდეგ აბრაამის ხაზით, როცა იმ გადმოცემით ვიცით, რომ მელქისედეკი ქადაგებდა ერთღმერთიანობას ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ძალიან საინტერესო კითხვაა, ზოგადად ეს მეც მსმენია, ერთ-ერთი გამარტების დონეზე შესაძლებელია ეს პიროვნებას წემი ყოფილიყო. აი, მელქისედეკი იმდენად მოულოდნელად ჩდება ბიბლიურ ისტორიაში, წარმოგიდგენთ აბრაამია ცენტრალური ფიგურა, აი აქ დაბადების წიგნში მოგეხსენებათ, ის მიდის რომ თავის ძმის შვილი ლოტი გამოიხსნას ტყვეობისგან, აწარმოებს ომს, ტრიუმფით დაბრუნებულ აბრაამს ხვდება სალემის მამათა გამარტებით ეს იყო იგივე იერუსალიმი, მეფე, ვინმე მელქისედეკი, რომელიც მას აკურთხებს და შეიძლება პურღვინით. აბრაამი კი ალაფის მიათეთს შესწირავს. ამ ბიბლიურ პასაჟს შემდეგ პავლე მოციქული იყენებს თავის ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ, სადაც ეუბნება ებრაელებს, რომ აი ქრისტე მღვდელი არის, არა აარონის და ლევიტელთა წესზე, არამედ სწორედ მელქისედეკის წესზე. მელქისედეკი არის ფიგურა, არ ჩანს ბიბლიაში ეს კაცი საიდან მოვიდა, ვინ არის წერია, ის იყო ღმერთის მღვდელი. ხო, მე მივხვდი კითხვის არს, თუ ესეც ქადაგებდა ერთღმერთიანობას და მაშინ რატომ გახდა აბრაამი მამა ებრაელთა ერისა, ხო? ეს ძალიან საინტერესოა, ზოგადად ბიბლიაშივე ნათლად ჩანს უცნაურობა ამ პიროვნებისა და ეს რა თქმა უნდა საღვთო განგებულების ნაწილი არის. აბრაამს ხვდება პურღვინით მელქისედეკი და ამ შემთხვევაში ამ შეხვედრის დროს ეს კაცი ჩანს უპირატესი ვიდრე აბრაამი, ეს კაცი აკურთხებს აბრაამს და აბრაამი ალაფს შესწირავს მას და თან ხდება პურღვინით. სწორედ პურღვინოს იყენებს ქრისტე შემდეგ მასთან შეზიარების, ანუ საღვთო ევქარისტიის უმთავრეს საშუალებად, არა? მნიშვნელოვანია, თუმცა აბრაამი არის პიროვნება, რომლის წიაღშიც ნარჩუნდება ურთიერთობა ჭეშმარიტ ღმერთთან. აი იმ ეპოქაში არსებობს სულ ორი ტიპის რელიგია. მრავალღმერთიანობა, ანუ წარმართობა, პოლითეიზმი და ერთღმერთიანობა. აბრაამი წმენის სიმბოლოა, მორწმუნე კაცის სიმბოლოა, ის ქალდებელთა ურში იბადება, იქ არის ასევე წარმართობა, მაგრამ ის შეხვდება ღმერთს. როგორც ის ეძებდა ღმერთს, კიდევაც შეხვდა მას და ღმერთს მინდობილი ახეტიალდება. ესე იგი, ვინც ბიბლიას კითხულობს, ნახავთ, რომ რა გზები გაიარა აბრაამმა. სულ ღმერთის გზით დადეს აბრაამი. და სწორედ ღმერთი მას პირობას მისცეს და ბოლოს ის მთავარი მომენტი რა არის, შვილსაც კი გაიმეტებს ღვთისთვის. აბრაამი უშვილოა მოგეხსენებათ, მას სიბერისკენ უკვე ისააკი, მანამდე ისმაელი შეეძინება მხევალი ქალისგან, შემდეგ კი თავისი კანონიერი ცოლისგან შეეძინება სარასგან ისააკი. ეს ნანატრი შვილი მას ყავს, უხარია და ღმერთი ეტყვის, წადიდი ახლა და როგორც მსხვერპლის შემომწირე ისააკი. აბრაამი ამას გააკეთებს. აბრაამი ღვთისთვის გაიმეტეს ყველაზე ძვირფას თავის შვილს. შემართულ მახვირს უფალი შეუჩერებს და ეტყვის, რადგან გაიმეტე. შენი მხოლოდ შობილი ძე ჩემთვის, შენს შთამომავლობაში იკურთხება ქვეყნის ყველა ტომი. ანუ სწორედ აბრაამის შთამომავლობაში მე იბადება ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ანუ ებრაელებს, რა თქმა უნდა, ტექსტი ხო გაკურთხო შენ კურთხევით და დიდითა და ებრაელებს ეს კურთხევა მიეცემ, რომ ამ ხალხმა დაიცვა რწმენა ერთი ღმერთისა და ქრისტეს აღდგომის შემდეგ ახალი აღთქმის ისრაელს, ახალი აღთქმის ებრაელს უკვე უწოდებთ ჩვენ ყველა მართლმორწმუნეს, ყველა ქრისტიანს. კეთილი, მაყურებელია, მე ვიცი რომ კიდევ სიღრმისეულად შეგიძლიათ თქვენ ამ თემას ჩააყვეთ და ისაუბროთ, მაგრამ აი დროის სიმცირის გამო, ასე ვთქვათ, ვცდილობ ყველას კითხვა მოვას, რომ გისმენთ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. დასვით კითხვა. ეთერში ხართ. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ხართ. საღამშვიდობის, გაიხარეთ. ბატონო? გაიგეთ, მამა თქვენ. კეთილი, მადლობთ. ესე იგი ადამიანს გარდაეცვალა მეუღლე და აქ უნდა წელი ჯვარი. ეხლა რა შეიძლება გააკეთოს? საეკლესიო სწავლების მიხედვით მეგობრებო, ჯვრის წერა, ქორწინება წარმოადგენს ერთ-ერთ
მნიშვნელოვან საეკლესიო საიდუმლოს და მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანი თუ თავს თვლის ქრისტიანად და მორწმუნედ, მან ჯვარი დაიწყოს. რადგან უკვე ფაქტი არის, რომ თქვენ მეუღლე აღარ გყავთ ეკლესია, რა თქმა უნდა მოგიწოდებთ თქვენ რომ იცხოვროთ ეკლესიურად, ეს თქვათ ახსარებაში რომ თქვენ ესე იგი ვერ შეძელით დაგეწერათ ჯვარი მეუღლესთან და ასე გაატარეთ ცხოვრება და უფალი მოწყალე არის და მოგცემთ შენდობას და წყალობას, მერტ მაცხონოს თქვენი მეუღლე. ხატია და ლევანი გწერენ, ესე იგი ვიცი რომ ჩემი ცოდვების გამო განსასწრელი დავიმსახურე და 3 წელია მოძღვრის კურთხევის გარეშე მარხვებს ვიცავ. მამშვიდებს და ჭეშმარიტების გემო გავიგეო, დამლოცეთო. მართლა დაგლოცოთ, გაგახაროთ, კარგია რომ მახვისცეთ, მაგრამ მხოლოდ მახვის დაცვა არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ საეკლესიო ცხოვრობენ ეს ადამიანები. გასაგებია. ემიგრაციაში. მართლა დაგლოცოთ, ხელი მოგიბართოთ და იქიდან მოძებნოთ. თუნდაც თუ ქართული სამრევლო არა, თქვათ ან ბერძნული, ან სერბული, ან რუსული სამრევლო. რა ვიცი ხა მოძღვრის კურთხევა ჭირდება, როცა რაღაცას ვერ ასრულებ, შეიძლება ითხოვო კურთხევა, რომ აი გამონაკლისი სეხ, მაგრამ მარხვა ყველა და ღმერთისგან არის კურთხეული და ყველა ადამიანს შეუძლია გაიხარბედიერი იყავს, ასე ვთქვათ და ღმერთმა გაგაძლიერა ხელი მოგიბართ. კეთილი. ხო, ესეთი კითხვა არის ხათ უნდა გწერს, როდესაც არ გინდაო ცუდი აზრი და მაინც გაწუხებსო, რატომ არ გცილდებაო? დიახ, ხანდახან ჩვენ ზემეტად ავიკვიატებთ ხოლმე რაღაც ნეგატიურ აზრს და ამიტომ აღწილდება. უნდა ვეცადოთ, რომ ნებისმიერი ჩვენთვის მიუღებელი აზრი უბრალოდ უგულებელი ყოფა, უნდა დავაიგნოროთ და როცა ამაზე ვიმუშავებთ, ის აუცილებლად მოგცილდება. იუდას რომ არ გაეცაო, იესოს ჯვარცმა მოხდებოდაო? ხო, ალბათ ამაზე იქნებათ მამებს გაცემული პასუხი, ქრისტე მოვიდა, იმიტომ რომ ჯვარცმული იყო. რაღაცა ესე ალტერნატიულად როგორ ხდებოდა არ ვიცით, მაგრამ ქრისტე იმიტომ მოვიდა, რომ ის მომკვდარი იყო ჩვენთვის. ამ ეტაპზე ახლა სხვა პასუხი არ მაქვს. აღვიარებ ერთ სანათლისღებასა მოსატოვებლად სოდვათა. მეორედ მონათვლა არ შეიძლებაო? არ შეიძლება, რა თქმა უნდა. ყოველად მიუღებელია ეკლესიის სწავლის მიხედვით ნათლობა, ეს არის ერთგვარად მონაწილეობა უფლის სიტუაციაში და აღმასრულებელი შობა და უმძიმეს ცოდვა მღვდელსაც კი თუ მღვდელი ჩაატრეს მონათლობას, მღვდლობის უფლება აღარ აქვს იმდენ მძიმე ცოდვას. როგორც ადამიანი იბადება ერთხელ, ასევე ინათლება ერთხელ სულიერი ცხოვრებისათვის. მან რომ მიატოვოს ეკლესია ქრისტიანული ცხოვრება და გახდეს სხვა რელიგიის აღსარებელი და დაბრუნდეს, ნათლობა აღარ მეორდება. ის არის მარადიულად ქრისტიანი. კი ბატონო. და ადრე წესიც იყო, რომ აი სხვა ну, кай მაგაზე მე ასე ვთქვათ, ამოიწურა ეხა ჩვენი დრო და ძალიან შევყვებით ამ საუბარს. მოკლედ დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლდათ ნაკუბაკევის დედათა მონასტრის, მინა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახური დეკანოზი შიო ბაკურია, გადაცემას უძღვებოდა ლურჯი მონასტრის მღვდელმსახური მღვდელი გურამ გალოგლიშვილი. დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვა შეგიძლიათ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს საღამოს 8-ის ნახევარზე საპატრიარქოს ტელევიზიის ერწმუნების პირდაპირ ეთერში. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.